საღამოშვიდობის მეცხრე არხი წარმოგიდგენთ ამბების შოუს. მე ვარ ირაკლი ჩიხლაძე, იყავით მოვლენათა ეპიცენტრში. თვითმკვლელობით დასრულებული დაკითხვა მამუკა მიქაუტაძის საეჭვო საქმე. მოვლენათა ეპიცენტრში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიარაძე ბოლო ინფორმაციებს მოგვაწვის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ტრადიცია შინაგან საქმეთა სამინისტროში. მოკლედ, რა შეიცვალა ახალი მთავრობის პირობებში ძალოვან უწყებაში? ჩვენ შეკითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი უპასუხებს, რომელიც ქუთაისთან პარლამენტიდან შემოგვერთება პირდაპირ ეთერში. ახალი შრომის კოდექსი რამდენად მორგებულია ის საქართველოს დღევანდელ რეალობაზე? ჩვენთან გადაცემაში იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე მიიღებს მონაწილეობას და შევეცდებით დავაკმაყოფილოთ თქვენი ინტერესიც ამ შრომის კოდექსთან დაკავშირებით. მოკლედ, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩვენ 2 საათის განმავლობაში უნდა ვისაუბროთ. ბიზნესის სიახლეებს წარმოგვიდგენს თეა შველიძე, საათისთვის განვითარებული ინფორმაციებს კი ნატა ასათიანი, რომელიც უკვე რია ეთერშია. ნატა, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობისა ირაკლი, საათის მთავარ სიახლეებს რამდენიმე წამში გაგაცნობთ. მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი დაიკითხა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, მისივე განმარტებით აღნიშნული პირების გარდა დაიკითხნენ მიქაუტაძის მეგობრები და თანამშრომლებიც. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით არის აღძრული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოკითხულნი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 8 თანამშრომელი. ასევე გამოკითხულნი არიან მამუკა მიქაუტაძის მეგობრები და მისი თანამშრომლები. ამ ეტაპზე გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილე თანამშრომლების და სხვა პირების მიმართ. რაც შეეხება მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტს, აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115 მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ცხინვალის ციხეში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 34 წლის ზურაბ სალამაშვილი დააკავეს. ოჯახის წევრების განცხადებით მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და რუსმა სამხედროებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის სიახლოვეს საქონლის მწყემსვის დროს ქართველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს. მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. სალამაშვილის გასათავისუფლებლად ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია. საზღვარი გადაკვეთილი არ არის. საზღვრის აქეთ იმყოფებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თვითონ სწევენ ესენი საზღვარს აქეთ. და მანამდეც წინა დღისით აძოვებდნენ საქონელს, ანუ ნახირში იყვნენ სამი პიროვნება და მივიდნენ და განუცხადეს, რომ აქ აღარ მოხვიდეთო, ანუ გააფრთხილეს, უნდა დაეკავებინათ, წაიყვანათ, მაგრამ იმ დღეს რა ვიცი, თავი გაანებეს, რატო შეიკავეს თავი, არ ვიცი. ჩემი შვილია დაკავებული, გუშინ წინ რა რიცხვი იყო. გუშინ წინ. ხბალ გაიქცა საღამოთი შვილო და იმას გამეეკიდა და არ იყო იქით საზღვარზე, იმათ საზღვარი შეღობილი აქ იქ როგორ გადავიდოდა და საზღვრის აქეთ დაიჭირეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში 2007-2013 წლებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტები მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობას თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო პროგრამების გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალმხრივი მობილობა, მათ შორის სტუდენტების გაცვლითი პროგრამა 15 სტუდენტი იყო წასული ევროპის სხვა უნივერსიტეტებში სამთვიანი მობილობით. გარდა ამისა ჩატარდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, როგორც ჩვენთან ჩამოდიოდნენ, ასევე ჩვენი აკადემიური პერსონალმა გაიარა სერიოზული ტრენინგი და გადამზადება ევროპის პარტნიორ ქვეყნებში. პროგრამის აწყობაში ჩვენი პარტნიორები იყვნენ როგორც ამიერკავკასიის უნივერსიტეტები, ასევე ევროპული უნივერსიტეტები. მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით გამოყენებით მეცნიერებებში, გამოყენებით ბიოლოგიურ მეცნიერებებში ამ შემთხვევაში. სულ 100 მეტმა ადამიანმა გაიარა ეს პროგრამა და
მოხარული ვარ, რომ ეს პროგრამა განხორციელდა ჩვენი უნივერსიტეტის ფარგლებში. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან საქართველოს უნივერსიტეტი კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ უნივერსიტეტებს. პროექტი მეცნიერების ფარგლებში სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს, რაც საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე აისახება და ახალი სამუშაო ადგილებით შეიქმნება. საქართველოს პარლამენტში ქართული ენისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით ქართული ენა 21 საუკუნის გამოწვევები გაიხსნა. კონფერენცია ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნის მნიშვნელობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში ქართული ენის ჩართულობას მიეძღვნა. კონფერენციაში ენათმეცნიერები და დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. დღევანდელი კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გადავწყვიტეთ, რომ გვემასპინძლა ამ კონფერენციისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება ქართულ ენას, მის დღევანდელობას, მის მომავალს, მის როლს, მის პრობლემებს და იმ გამოწვევებს, რასაც 21 საუკუნეში გლობალიზაციის ეპოქაში გარდაულად აქვს ადგილი საქართველოშიც. 5-10 წლის მერე უკვე შემოვა ისეთი ნივთების smart thing გაწოდებული ჭკვიანი ნივთები, რომლებიც საყოფაცხოვრებო რომელსაც ექნება საყოფაცხოვრებო ფუნქცია, მაგრამ ეს იქნება ინგლისურენოვანი ან რაღაცა სხვაენოვანი და თუ ჩვენ დროზე არ ვასწავლეთ ამ ნივთებს, თუ ჩვენ დროზე არ ვასწავლეთ კომპიუტერს ქართული ენა, მაშინ საყოფაცხოვრებო ქართული საერთოდ არ მოვარდება და ეს საერთოდ გამოიწვევს ქართული ენის გააქრობას დაახლოებით 50 წლის მერე. ჩვენ მზადავართ იმისათვის, რომ შევქმნათ ქართული ენის ეროვნული კორპუსი და იმ ერთა რიცხვში შევიდეთ, რომელთაც დღეს უკვე გააჩნიათ. მინდა აღვნიშნო, რომ ენის ეროვნული კორპუსი გახლავთ სახელმწიფო ატრიბუტიკის ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი და დროშის, გერბისა და ჰიმნის ერთიან პარადიგმაში მოიაზრება. ვლაქერნობის კვირეული ზუგდიდში ხვალიდან დაიწყება. წელს პირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელის დღესასწაულ საეკლესიოსთან ერთად საერო დღესასწაულის ფორმა იქნება და მთელი კვირის განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები გატარდება. ასევე წელს პირველად ჩაეყრება საფუძველი საგალობლებისა და ხალხური სიმღერების ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად ვლაქერნობის წინა დღეს ჩატარდება. ღვთისმშობლის კვართის გამობრძანება კი დადიანების მუზეუმიდან 15 ივლისს 9 საათზე მოხდება. მას ქალაქს შემოატარებენ, შემდეგ კი იბერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ. ერთ-ერთი ვერსიით ღვთისმშობლის კვართი საქართველოში მე-15 საუკუნეში კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ჩამოიტანეს. 12 ივლისს კაი ძალიან საინტერესო ფილმი და მე ურჩევ ყველას რომ გირებით. 13 ივლისს არის სპოტელი გამოვაცხადოთ. ღონისძიებები იქნება ყოველდღიურად. ამ ღონისძიებებს ექნება ძირითადად სულიერი დატვირთვა და ღონისძიებათა ძირითადი დანიშნულება იქნება მოსახლეობას გააცნოს ის სიწმინდეები, რაც დასულია ჩვენს ქალაქში, ჩვენი ქალაქის ისტორიული წარსული. მოხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის საზეიმო გამობრძანება და მსვლელობა ამ სიწმინდით ჯვრით სვლა ქალაქის ქუჩებში, სადაც მორწმუნეებს ექნებათ საშუალება მიემთხვიონ ამ უდიდეს სიწმინდეს. ასეთი იყო ამ დროის სიახლეები. მე ზუსტად 7 საათამდე გემშვიდობებით, თქვენ კი წინ ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაში გელოდებათ. დიდი მადლობა დროებით დაგემშვიდობები ნატა და დღის მთავარ თემაზე უკვე სტუდიის სტუმართან ერთად უნდა გავაგრძელო საუბარი. თვითმკვლელობით თუ მკვლელობით დასრულებული დაკითხვა მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხს უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრს თხოვენ. მართალია ირაკლი ღარიბაშვილი მედის წინაშე არ გამოჩენილა, მაგრამ მომხდარ სკანდალურ ფაქტზე საზოგადოებას ინფორმაცია სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდა. ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, რომ მიქაუტაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღზრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი დაიკითხა. გიორგობიანმა დღეს ისიც განმარტა, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლითაა აღზრული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მე შეგახსენებთ, რომ 36 წლის მამუკა მიქაუტაძის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ივლისს იპოვეს. ჯერჯერობით აქტიურად განიხილება თვითმკვლელობის ვერსია, თუმცა გარდაცვლილის მეუღლე არც მკვლელობას გამორიცხავს. ოჯახის წევრების განცხადებით
მოგვიანებით მიქაუტაძე პოლიციამ 5 ივლისს ღამით დააკავა და თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა, სადაც მისი დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. გარდაცვალებამდე იგი ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და აცნობა, რომ პოლიციამ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება წამებით მიაცემინა. რა დარღვევები იკვეთება მამუკა მიქაუტაძის საქმეში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძეა ჩვენი სტუდიის სტუმარი. ოდნავ მოგვიანებით კი ვისაუბრებთ, გვაქვს თუ არა საქმე სისტემურ დანაშაულთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. რა ახსნა შეიძლება მოუძებნოთ კონკრეტულ საქმეს, როდესაც პოლიციის შენობიდან გამოსული ადამიანი თავს იკლავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მიიღებენ გადაცემაში ასევე მონაწილეობას. ახლა კი ჩვენი პირველი სტუმარი გიორგი საღამოშვიდობის, დიდი მადლობა, რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. რა ახალი დეტალები არის თქვენთვის ამ დროისთვის ცნობილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის თუ არა დაუშვათ სწრაფად რეაგირებს თუ არა თქვენს მოთხოვნებზე, რადგან ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მინისტრის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ ამ ეტაპზე დაკითხულია 8 პირი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები ტელემაყურებელს. ამ მომენტისათვის ახალი ინფორმაცია არის ის, რაც თქვენთ და მეც გავიგეთ ერთიანად. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაიწყო სამსახურებრივი შიდა მოკვლევა და გამოიკითხა 8 პოლიციელი, ასევე გაესაუბრნენ პირებს, რომლებიც არიან გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის კი ბატონო მეგობრები და თანამშრომლები. პირველ რიგში უნდა აღნიშნოთ, რომ ასეთი ტიპის შემთხვევებზე რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ჭირდებოდეს დროული და მყისი რეაგირებაზე გვაქვს საუბარი, არ უნდა ჭირდებოდეს ზოგადად ნორმალურ ქვეყანაში დამატებით ვინმე სხვა ადამიანების ესე თქვა ჩარევა და თემის აქტუალიზება. თუმცა მიუხედავად ამისა, დადებითი მომენტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ამ საკითხის აქტიური შესწავლა. მე ზოგადად მომხრე ვიქნებოდი, რომ ამ საქმის გამოძიება ყოფილიყო არა შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ მთავარ პროკურატურაში. ამის კომპეტენცია მთავარ პროკურორს გააჩნია. რადგანაც სისტემაში ხდება დანაშაული, როდესაც სისტემაში ხდება დანაშაული, ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ ეს დანაშაული არ მოხდეს იმავე ორგანოების მიერ მისი გამოძიება, არამედ მის გამოსაძებად გადაეცეს. სვატშერ საკმაოდ ხშირად საუბრობენ ამ ბოლო დროს ამ თვიმ საქმესთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იქნება თუ პროკურატურა გამოიძებს. ანუ რატომ ფიქრობთ, რომ უმჯობესია? იმიტომ, რომ თავად პოლიციელები თავიანთი კოლეგების დანაშაულს იძებენ და არ შეიძლება იყოს ობიექტური. ეს არ არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება, ეს არის ობიექტური მოცემულობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული სტანდარტი, საერთაშორისო სტანდარტი ადამიანის უფლებათა, როდესაც საქმე გვაქვს წამებასთან, ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან, მისი გამოძიება უნდა უზრუნველყოს არა იმავე უწყებამ, რომლის შიგნითაც სავარაუდოდ განხორციელდა ესეთი აქტი, არამედ სხვა დამოუკიდებელმა ორგანომ. ესეთ ორგანოს ჩვენ შემთხვევაში წარმოადგენს მთავარი პროკურატურა. ბოლო პერიოდს ალბათ გულისხმობთ, იგივე თქვა, როცა უკანონო დაკავებებზე იყო საუბარი, იქაც დაკავების კანონიერება როცა მოწდება, ამის უმჯობესია შეისწავლოს სხვა დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ. რაც შეეხება მიქაუტაძეს ინციდენტს, აქ რამოდენიმე გარემოება, ის ფაქტი, რომ მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანით არის გამოძიება დაწყებული, არ არის საკმარისი, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ აშკარად ქონდა და გამოკვეთილად ადგილი ამ პირისათვის ამ პირის უკანონო დაკავებას, რადგანაც ის დააკავეს პოლიციელებმა და არავითარი მოწმის იზოლებით მიყანაც რომ ქონოდა სახეზე, უნდა ყოფილიყო სასამართლო ბრძანება. ის რომ პოლიციელმა ვინმე მოწმეთ მოინდომოს მიიყვანოს პოლიციაში ხელმოკლიდოს და წაიყვანოს, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. თუმცა მაინც საინტერესო იქნება თანმიმდევრულად რომ მიყვეთ ამ პროცესს. თქვენ გაქვთ ინფორმაცია ამ 2 დღის განმავლობაში აკვირდებით თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორც ვიცი, უკავშირდება მარიხუანას. ეს იყო ერთ-ერთი მოწმე, ხო? მე შემიძლია ქრონოლოგიურად მოვიყვეთ, თუ კი ამის დრო და ფორმატი რა ვიცი როგორ გვაძლევს საშუალებას. ჩვენს ხეთ არსებული ინფორმაციით 5 ივლისს დილის საათებში დაახლოებით 11 საათზე მამუკას რაც გარდაცვლილს უკავშირდება მისი ნაცნობი და კლიენტი, ხელოსანი იყო ეს ადამიანი, ძრავებს აკეთებდა ავტომობილების, ვინმე გელა მანჯავიძე, რომელიც მოდის დასავლეთ საქართველოსიდან და თხოვს მას შეხვედრას. როდესაც ბატონი გელა უახლოვდება იმ პროფილაქტიკას, სადაც მუშაობდა მამუკა და იწყება საუბარი მათ შორის რომ გელა მანქანიდან არ გადმოდის, ხოლო მამუკა მას ეს თქვა ხელსაც ვერ ართმევს, იმიტომ რომ ხელი დასრული აქვს. მათთან მიდის 2 პოლიციელი და ეუბნებიან რომ ეხლა არ გაინძრენ, ორივე დაკავებულები არიან. გელას ადებენ ხელბორტკილს, მამუკას ავტომობილის წინაცხრიდან აჩერებენ, ესე თქვა, აწვენენ, ამოწმებენ, ჩხრეკენ ორივეს და ვერცერთ მათგანთან ვერ პოულობენ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს. ამის შემდეგ მოდის კვლავ დამატებით რამოდენიმე პოლიციელი და ამბობენ რომ დაინახეს მათ როგორ გადააგდო გელა მანჯავიძემ რაღაც პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ იყო მარიხუანა და დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში ეს ადამიანები ყავთ გაჩერებული იქ ადგილობრივად და არ უშვებენ დაახლოებით 50-მდე ადამიანი, რომელთა დიდ ნაწილს ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ.
ახსნა განმარტებები ავიღეთ ესე ვთქვათ. ამის შემდეგ ხდება რომ 4 საათის შემდეგ დაახლოებით ადამიანები გადაყავთ პოლიციაში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და არც ერთ მათგანს ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არ უდგინდება ნარკოტიკების მოხმარება, რაც როგორც მინიმუმ თუ კი შარდის ანალიზს ავიღებთ 3 კვირის განმავლობაში რჩება თუნდაც მარიხუანის მოხმარება და უნდა ამოსულიყო. შემდეგ გადაყავთ პოლიციაში, სადაც მიდის ადვოკატი, რომელსაც 4 საათის განმავლობაში არ უშვებენ პოლიციის შენობაში, მიუხედავად რომ მას სულად აქვს დოკუმენტაცია მოწესრიგებული, აქვს სათანადო ორდერი და ეუბნებიან რომ ჯერ საშვის დაშვება ვერ ხერხდება. შემდეგ მობილური წყალს ჩამივარდა და ვეღარ დაგიკავშირდით და ამ 4 საათის განმავლობაში მიდიოდა ზეწოლა მამუკა მიქაუტაძეზე, რათა მიეცა ჩვენება, რომელსაც ის არ ეთანხმებოდა და ის ამის შესახებ უყვება პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ უყვება მეგობრებს, ამბობს რომ ის ცემეს, იყო მასზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი და დაწოლილ მდგომარეობაში იატაკზე მოაწერინა ხელი ამობრიშტილ ჩვენებაზე. მე როგორც ვიცი, არსებობს წინასწარი ექსპერტიზა, ხო, გარეგანი დათვალიერება. გვაქვს რამე ინფორმაცია დავუშვათ, იყო თუ არა ფიზიკური ექსპერტიზა ჩატარდა ორი, ერთი ჩაატარა სახელმწიფო სამხარაულოს ექსპერტიზის ბიურომ, რომლის დასკვნა ჩვენთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ალტერნატიული ექსპერტიზა ჩვენი სურვილით და ოჯახის თანხმობით ჩაატარა დამოუკიდებელმა ექსპერტიზის ბიურომ ვექტორი, შეპესე ვექტორი, ესეთი სახელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელმაც წინასწარი ინფორმაცია ექსპერტიზის დასკვამდე რაც თქვა და გითხრა რომ ცხვირზე აშკარად აღნიშნება კვალი დაზიანების, რომელიც შესაძლებელია სწორედ იმ მომენტში იყოს მიღებული, როდესაც ადამიანი იატაკზე იწვა და სახით იყო ძირს, ასევე არის რამოდენიმე სხვა მცირედი ესე ვთქვათ დაზიანება, რომელიც შესაძლებელია იძლეოდეს იდენტიფიცირების საშუალებას, რომ მასზე შეიძლება ყოფილიყო განხორციელებული არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობა. მაგრამ ერთი მთავარი ფაქტორი გვავიწყდება ხოლმე, რომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ადამიანის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, ეს არ გულისხმობს აუცილებლად რომ ის ფიზიკურად სასტიკად ცემონ. შესაძლებელია ეს მოხდეს ფსიქიკური ზეწოლით, მუქარით და ეს არ აკნინებს არანაირად დანაშაულის სიმძაფრეს, იმიტომ რომ როცა ადამიანი აკეთებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ რაიმეს, ეს არის ყოველ დაუშვებელი. და სწორედ შედეგი, ვიდრე დასრულდა ეს ამბავი, რომ მან სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო, იყო პროტესტი მისი იმ ძალადობის, რაც მისი მიმართ განხორციელდა. ჩვენ დღეს გაკეთდა განცხადებები შესაბამისი ორგანოების მხრიდან, გამოძიების დასრულებამდე კარგი იქნება თუ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები არ გაჩნდებაო, მაგრამ საუბარი არის თვითმკვლელობა თუ მკვლელობა, მეორე ვერსიაზეც რო ვისაუბროთ. რეალურად არსებობდა რაიმე წინაპირობა, რა ინფორმაციას ფლობ, რომ მომხდარიყო მკვლელობა? მე პირადად ჩემი სუბიექტური მოსაზრება შეიძლება გამაჩნდეს ამ საქმეზე, მაგრამ ეს აუცილებლად გამოძიებამ უნდა უპასუხოს. ჩატარებული არის ექსპერტიზა, როგორც თქვი, რომელმაც ესე ვთქვათ გაკვეთა გვამით და დაადგენს გადაცვალების ნამდვილ მიზეზს, რა იყო, ხომ არ იყო ვთქვათ, რომ მას მანამდე მოესპოს სიცოცხლე და შემდეგ ჩამოკიდეს, მაგრამ მე პირადად ჩემი რწმენა დღესდღეობით ესეთია, ამდაგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მან სწორედ იმ ზეწოლის გამო და იმ იძულების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და ამის ეჭვს მიმყარებს ის, რომ ის თავის მეგობრებს ეუბნებოდა საკუთარ ადგილსამყოფელს დაახლოებით და იმას, რომ ჯერ დახჭობაცა და საკუთარი თავის წყალში ეს ვერ მოახერხა და ამის შემდეგ არაყი ვიყიდეოდა თოქზე ვაპირებ თავის ჩამოკიდებას. და ჩვენი საუბრის ბოლოს როგორი იქნება, ანუ რა თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას აპირებთ არასამთავრობო ორგანიზაციები? გავიგეთ, რომ გამოძიების პროცესში უმჯობესი იქნებოდა, რომ პროკურატურა ჩართულიყო. რას აპირებთ, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ მიმართავთ რეკომენდაციებით თუ ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი და ცხადი, თუ კი სახელმწიფო ამ ყველაფერზე გააკეთებს ეფექტურ, ადეკვატურ და დროულ რეაგირებას, ჩვენ მხოლოდ შექება შეგვიძლია მისი ამქცევის და ჩვენ არა ვართ ჩასაფრებულ პოზიციაში, რომ მხოლოდ კრიტიკით შემოვიფარგლოთ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ პირები, რომელიც ჩემი ღმარწმენით მონაწილეობდნენ ამ ინციდენტში, როგორც სამართალ დამღები, მოხდეს მათი იდენტიფიცირება და მათი დასჯა, იმიტომ ეს იქნება პრევენცია ყველა სამომავლოს გასვლის შემთხვევით, ასევე როგორც ოჯახს უნდა მიეცეს სათანადო კომპენსაცია იმ ზიანისათვის, რაც მიადგა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ერთი რიგითი ან ორი რიგითი პოლიციელი საკუთარ ფიქრობის ფარგლებში მოქმედებდა, შეიძლება მეტი იყვნენ, არ ვიცი, მიუხედავად ამისა, ისინი იმ მომენტში სახელმწიფოს წარმოადგენდნენ და სწორედ სახელმწიფოს მიერ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა საბოლოო. და გიორგი, ვისარგებლებ შემთხვევით და კითხავ, გაქვს თუ არა ინფორმაცია დავუშვათ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა, რამდენად ხშირად დარღვეულა კონკრეტული ადამიანის უფლება საქართველოში, იგივე თუნდაც პოლიციასთან თანამშრომლობის პროცესში. ეხლა დინამიკაზე საუბარი ცოტა ძნელია, იმიტომ რომ დინამიკა ალბათ ყველაზე კარგად აისახება სავარაუდოდ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში, რომელიც სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს საჯილახსოვ
შესაძლებლობის დაწესებულებისა და სხვა დახურული ინსტიტუციების, მაგრამ ერთი რამ შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას იმდაგვარი სისტემური ნაბიჯები, რომლებიც გამორიცხავს ზღავს ქედებს. მაგალითად, რას გულისხმობ, ხო? დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც დაკავებული დაუყოვნებლი უნდა მიყავდეთ, არის გადაცემული სხვა სამმართველოს ხელში და იქ როგორც წესით ცემნა და წამება არ ხდება. მაგრამ დაკავებულები გამომძიებლებს, სხვადასხვა პირებს, რომლებიც არიან თქვენ ინსპექტორი გამომძიებლები, მიყავთ არა დროებითი მოთავსების იზოლატორში, რაც მათი კანონის მიერ ვალდებულება. არამედ შეყავთ საკუთარ კაბინეტებში, არაფორმებელ როგორც დაკავებულს კითხავენ, როგორც მოწმეს და ეს სწორედ აქ არის კერები, ესეთი ტიპის დარღვევების, ეს იყო მანამდეც, ეს არის ეხლაც და სწორედ ეს უნდა აღმოიფხვრას. ნებისმიერი პირი, რომელიც დაკავებულს 15-20 წუთში არ მიიყვანს დროებითი მოთავსების იზოლატორში, მისი საქმის შესწავლა უნდა დაიწყოს აუცილებლად შინაგან საქმეთა დიდი მადლობა გიორგი, რომ მიიღე გადაცემაში მონაწილეობა. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავსვათ კითხვა, პოლიტიკა სამართლის ზღვარზე არის თუ არა საქართველოში. ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი შემოგვერთება, ქუთაისიდან კი უმრავლესობის წევრს გია ცაგარეიშვილს ველოდებით. ეს არის ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაში და დღის მთავარ თემებზე ვაგრძელებთ საუბარს. რა შეიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი მთავრობის პირობებში და გრძელდება თუ არა ადამიანების დაკითხვა ძველი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ტრადიცია. მოკლედ, მამუკა მიქაუტაძის დაღუპვა საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი მოხდა გუშინ დიღომში. მთავარი სამმართველოს წინ 30-მდე ადამიანი მივიდა და მამუკა მიქაუტაძის წამებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავე პირთა კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვა. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ასევე განხილვის საგნად იქცა, ლადო ბედუკაძის თავისუფლება. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არა დამაჯერებლად მიიჩნევს არგუმენტებს, რომლის საფუძველზეც ბედუკაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა და მთავარ პროკურორს მიმართავს თხოვნით ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად გადახედოს. ნაწყვეტი პრემიერის წერილიდან. მინდა ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია ამას პირადად მიმართოს. კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიუღებელი გადაწყვეტილებებს და თუ კი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებას, იქნებ გამონახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისკენ. რას მიანიშნებს მთავარი პროკურატურის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და პრემიერის დღევანდელი მიმართვა? იმას, რომ კონკრეტული ინსტიტუტების ავტონომიურობა ხელშეუხებელია თუ იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროკურატურამ სამართლებრივი პოლიტიკური საქმეები ერთმანეთში აურია? მოკლედ, ცოტა ხანში გია ცაგარეიშვილი უნდა შემოგვერთეს, მანამდე კი სტუდიაში უფლებადამცველი ლია მუხაშავრია. საღამოშვიდობის კაპიტან ლია, დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ჩვენ ღია თამაშის პირველ ბლოკში მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტთან ვისაუბრეთ და ასევე დღის ერთ-ერთი მთავარი თემა არის პრემიერის დღევანდელი განცხადება მთავარი პროკურორის მიმართ. თუმცა მაინც ჯობს დავიწყოთ ალბათ მიქაუტაძის ფაქტით. თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას, რა გადაცდომებზე შეიძლება ვისაუბროთ დღეს? ძალიან ტრაგიკული შემთხვევა არის და ალბათ იმიტომ გახდა განსჯის საგანი, რომ ძალიან ბევრი ყავს ამ ტრაგიკული მსხვერპლის მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. მე საერთოდ მაინტერესებდა მას შემდეგ, რაც ამინისტიები დაიწყო, მას შემდეგ, რაც უამრავი პატიმარი გათავისუფლდა საპყრობილებიდან. არავინ არ ვიცით, რამდენმა ადამიანმა სცადა ამ კონტინგენტიდან თვითმკვლელობა ან მოახერხა კიდეც თვითმკვლელობა, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებიც პოსტტრაუმული სტრესის სინდრომით გამოვიდნენ საპყრობილებიდან, არიან უმძიმესი დიაგნოზის მატარებლები და საერთოდ წამებას სამყარო ებრძვის, იმიტომ რომ წამება გადატანილი ადამიანების სიცოცხლე ძალიან მძიმეა და მათი ჯანმრთელობა იმდენად არის შერყეული, რომ თუ თვითმკვლელობის ფაქტი არ არის, ამ ადამიანებს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. ამიტომ მე მგონია აი მამუკა მიქაუტაძის საქმის და ფაქტის ირგვლივ მთელი ამ საზოგადოების გულის წუხილი არის ახლა კონცენტრირებული და ამიტომ გახდა ის ასეთი საგანგაშო. თუმცა ეს არის ამავდროულად ძალიან საგანგაშო სიგნალი იმაზე, რომ სამწუხაროდ საგამოძიებო ორგანოებში ძველი მეთოდები კვლავინდებურად ალბათ უნდა ვივარაუდოთ გამოიყენება. მე შემიძლია ერთადერთი ვურჩიო ოჯახს, რომელიც ალბათ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო უმძიმეს ემოციებს განიცდის, რომ მათ ჩაატარონ
გამოკვლევა გვამის და დაადგინონ გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი რა გახდა თვითმკვლელობასთან ერთად რაიმე სხვა ფაქტორები ხომ არ იყო რამაც ეს ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა რომ და გაირკვეს სიმართლე. შეგვიძლია თუ არა დღეს ვისაუბროთ დავუშვათ სისტემურ დანაშაულზე ან მემკვიდრეობაზე რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ერგო წინამორბედისგან. ანუ დღეს საკმაოდ ბევრი კითხვა დაისვა და პასუხებს ითხოვენ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მიანიშნებენ რომ ეს არის სწორედ სისტემური რეჟიმის შედეგი. იცით რა, თუ კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემური დანაშაული არსებობდა, ცხადია მისი ამსრულებლები ყავს და ეს ადამიანები, რომლებიც ამ სისტემის შიგნით, სხვათა შორის ერთეულები არ იყვნენ, არამედ ათეულები და ასეულებიც და ჯერაც რჩებიან ამ სამსახურებში. რა თქმა უნდა, ისინი არ შეიცვლიდნენ მეთოდებს და არ შეიცვლიდნენ დამოკიდებულებას. ამიტომ რა თქმა უნდა, სამინისტრომ ეხლა ძალიან დაბეჯითებით უნდა განახორციელოს გამოძიება და რაც შეიძლება დეტალურად გამოიძიოს რა გახდა მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი თუ საბაბი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ოჯახის წევრებმა ძალიან კარგად იციან, ცხადია რომ არ იქნებოდა მიდრეკილი თვითმკვლელობისაკენ, მან რაღაც ისეთი გადაიტანა ამ დაკითხვების დროს, რომელმაც ის აქამდე მიიყვანა. ამიტომ ეს ინტერესი მარტო ოჯახის წევრებისა არ უნდა იყოს და უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოებასაც აქვს ძალიან მაღალი ინტერესი გაირკვეს ეს ფაქტი და დავრწმუნდეთ რამ გამოიწვია ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა და თუ ვინმე კონკრეტული არის ამაში დამნაშავე ჩვენ დაბეჯითებით უნდა მოვთხოვოთ შინაგან საქმეთა მინისტრს როგორც ესე იგი წინა შემთხვევაში ხვედელიძის შემთხვევაში როდესაც მან არ შეიკავა თავისი მოადგილის პასუხისმგებაში მიცემისაგან იგივე მოქმედება მოვითხოვოთ ამჯერადაც და საერთოდ მე ვფიქრობ რომ დადგა დრო რომ პოლიტიკა გადაიხედოს იმ თვალსაზრისით რომ თუ კი სისტემური დანაშაული მთელ ქვეყანაში ასე მოდებული იყო გადაისინჯოს ამ ადამიანთა სამსახურში დარჩენა არ დარჩენის საკითხიც. დღის წესრიგში შეიძლება ვთქვათ რომ ეს უნდა დადგეს. დარჩენა არ დარჩენის საკითხი. ხელისუფლებამ თვალი რომც მოუხუჭოს ამ პრობლემას ჩვენ ხედავთ რომ ყოველდღიურად რაღაც ახალი უბედურება და ტრაგედია ამოწმდება ხოლმე. პარალელი გავავლოთ გასულ წლებსა და ბოლო ერთ წელს შორის, ანუ მე გაცემს პირველ ნაწილშიც დავსვი ეგ შეკითხვა და პრინციპში სერიოზულ გადაცდომებზე არ არის საუბარი, მაგრამ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რა ხარისხი შეიძლება ირღვეოდეს ადამიანთა უფლებები, თუნდაც იგივე პოლიციასთან თანამშრომლობის პროცესში? იცით რა არის ძალოვან სტრუქტურებში შეცვლა კადრებისა მოხდა მხოლოდ ძალიან მაღალ დონეზე იგულისხმება მინისტრი და მისი გუნდი. სხვა დონეებზე ეს კონტინგენტი არ შეცვლილა. ამიტომ ნუ მოელის რომ ეს ადამიანები 2 ოქტომბრიდან მოყოლებული სულ სხვა მეთოდებს იყენებენ თავიანთ მუშაობაში და ნებისმიერი ფაქტი რომელიც გადაცდომას თუ დანაშაულს გულისხმობს უნდა იყოს ძალიან მკაცრად გამოძიებული. და ეს შემთხვევა რომელიც ახლა აი ეს ტრაგიკული ისტორია მამუკა მიქაუტაძესთან დაკავშირებით არის საგანგაშო სიგნალი იმისთვის რომ ხელისუფლებამ და განსაკუთრებით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა კრიტიკულად შეხედონ თავიანთ თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დამოკიდებულებას და იფიქრონ იმაზე მე არ ვითხოვ რომ ყველანი ანათემას გადავცეთ და ყველას მიმართ მძიმე პასუხისმგებლობის გამოყენება მოხდეს მაგრამ მე ვითხოვ რომ ხელმძღვანელობა იყოს კრიტიკული, ვინ მუშაობს დღეს ამ უწყებებში და რამდენად ახორციელებენ ისინი იმ პოლიტიკურ ცვლილებას, რომელიც მთელმა საზოგადოებამ არჩევნების გზით მოიპოვა. და კიდევ ერთი თემა, რომელიც დღეს ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის პრემიერის განცხადება, ის მიმართავს მთავარ პროკურორს და ლადო ბედუკაძის საკითხის გადახედვას ურჩევს თან კრიტიკული თვალით მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება თავად პროკურორმა მიიღო. როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა ჭირჭილაშვილი ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით ამ კითხვებს გასცეს პასუხი, რომელიც დაგროვდა, რადგან თავის დროზე, როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არ ყოფილა იგივე არც კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების მხრიდან რაიმე სერიოზული განცხადება და ალბათ პრემიერის ყურადღებაც მას შემდეგ უფრო გააქტიურდა საკითხთან დაკავშირებით, რაც პრესკონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა.
დიახ. ეს განაჩენი სასამართლომ მიიღო 14 ივნისს, მაგრამ საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის საპროცესო შეთანხმება ბედუკაძესა და კიდევ 14 სხვა პირს შორის, რომელიც პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის დაიდო და სასამართლომ უბრალოდ ამ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მოახდინა. ანუ სასამართლოში არ განხილულა საქმე და მათი ბრალეულობის საკითხი არსებითად, არამედ სასამართლომ მხოლოდ საპროცესო შეთანხმების დადასტურება და დამტკიცება მოახდინა. და ვინაიდან საპროცესო შეთანხმების დოკუმენტი გახლავთ საიდუმლო და მხოლოდ მხარეებს გადაეცემათ ის და დახურულ პროცესზე მოხდა ამ საკითხის გადაწყვეტა, შესაბამისად საზოგადოება და პროფესიული წრეები არ ყოფილან ინფორმირებული იმის შესახებ თუ რა შეთანხმება გაფორმდა. ჩემამდე ეს ინფორმაცია მოვიდა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი, ანუ ციხის პატიმართაგან კონტინგენტიდან და ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ერთი პირი მოვიდა კონსულტაციაზე და აი მისი მეშვეობით და მისი წყალობით გახდა ჩემთვის ცნობილი. ანუ არგუმენტები, რომელიც საფუძვლად უდევს დაუშვათ საპროცესო გარიგებას და შეთანხმებას და მის თავისუფლებას თქვენთვის ცნობილია და რაიმე დამაჯერებლობა არსებობს მაშინ. იცით რა არის, მინდა განვაცხადო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე გავეცანი ამ დოკუმენტს, მე ვერ დავრწმუნდი, რომ საპროცესო შეთანხმების დადების საკმარისი საფუძველი არსებობდა პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის და მეორე საკითხი, რაზეც ღიად შემიძლია ვისაუბრო, გახლავთ ის, რომ მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ბედუკაძემ გარკვეული როლი შეასრულა იმაში, რომ ეს ინფორმაცია გამოსულიყო სამზეოზე და საზოგადოება ყოფილიყო ინფორმირებული ჟურნალისტების თავდადებისა და მისი, ასე ვთქვათ, აი ამ გმირული თავგანწირვის შედეგად. მაგრამ რეალურად ის არ არის დამნაშავე. იმ პროცესში ხო იღებდა თავის დროზე მონაწილეობა? საკითხი, რა თქმა უნდა, სწორად არის დასმული, მაგრამ ვინაიდან მან გაუწია, ასე ვთქვათ, ფასდაუდებელი დახმარება გამოძიებას და საზოგადოებას, შეიძლება გამონაკლისის დაშვება, მაგრამ ამ საქმეში მთლიანობაში ფიგურირებდა 15 ბრალდებული და სრულიად გაუგებარია დანარჩენმა 14-მა კონკრეტულად რა სამსახური გაუწია გამოძიებას იმგვარი, რომ მათ მიიღეს საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ის სასჯელები, რომლებიც მინიმალურ მუხლით გათვალისწინებულ, წამების 2 მუხლით გათვალისწინებულ სანქციებზე გაცილებით უფრო მსუბუქი. ანუ იმ საქმიდან არ იკვეთება, თანაც ყველა ლოგიკით, თუ კი საქმეში გადის დაუშვათ 15 პირი და ერთი ან 2 თანამშრომლობს, მაშინ სხვა დანარჩენების მიმართ საპროცესო შეთანხმება არ უნდა გაფორმებულიყო. და განსაკუთრებით გულსაკლავია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა უმძიმესი წამების მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საპროცესო შეთანხმებით მიიღეს ძალიან მსუბუქი სასჯელები და ეს სასჯელები უპირატესად განისაზღვრება 6 თვით, 1 წლით, წლინახევრი და 3 წლით პასუხისგებით და პატიმრობით და ეს არის სრულიად არაადეკვატური იმ დანაშაულისა, რომელიც მათ ჩაიდინეს. და ჩვენ საუბრის ბოლოს ბატონი გიორგი ველოდება საგარეიშვილი ქუთაისიდან სანამ ჩავთავთ, მაინც კითხავთ, ანუ კრიტიკულად გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, ასეთ იყო პრემიერის თხოვნა თუ ღია მოწოდება პროკურორის მიმართ. ხო არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი თანამდებობრივი? ძალიან მწუხვა, რომ პრემიერ-მინისტრს უნდა ვუთხრა, რომ ამ საპროცესო შეთანხმების გადახედვის არც ერთი შესაძლებლობა პროკურატურას უკვე აღარ აქვს. მისი გასაჩივრება შეუძლიათ მხოლოდ ბრალდებულებს და ისინი დარწმუნებული არ ამას არ გააკეთებენ. ეს იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა ახალი პროკურორის დანიშვნა. არა აქვს მნიშვნელობა პროკურორს. ეს გადაწყვეტილება არსებობს სასამართლოს მიერ დადასტურებული და მისი გადასინჯვა არის შეუძლებელი და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, იმიტომ რომ ეს იყო საზოგადოებისათვის მეტად მნიშვნელოვანი საქმე და მისი ამ ფორმით დასრულება, რომელიც არ აძლევს შესაძლებლობას თვით წამების მსხვერპლებსაც კი რაიმე გავლენა მოეხდინათ პროცესზე, რაიმე ფორმით ყოფილიყვნენ ამ პროცესში მხარე და ქონოდათ გასაჩივრების უფლება. თქვენ წარმოიდგენთ არც ერთ დაზარალებულს, მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კოდექსი დაზარალებულს აღარ აძლევს გასაჩივრების უფლებას, წამების საქმეებზე ასეთი დახურული წესით საქმის გადაწყვეტა და ამ შედეგით არის საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელი და მოხარული ვარ, რომ ის პრემიერ-მინისტრისთვისაც მიუღებელია, მაგრამ უნდა იცოდეს პრემიერ-მინისტრმა, რომ საპროცესო შესაძლებლობა მისი გადასინჯვისა ამოწურულია. დიდი მადლობა ქალბატონო ლია, რომ იღეთ გადაცემა
გადაცემაში მონაწილეობა. უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარს და ქუთაისიდან პარლამენტიდან საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი გვერდება. საღამოშვიდობის ბატონო გია, გმადლობთ რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და პირდაპირ გკითხავთ დღის ერთ-ერთ მთავარ თემაზე შეეხება ბედუკაძის საქმეს. როგორ ფიქრობთ, დაუშვა თუ არა შეცდომა რეალურად საქართველოს მთავარმა პროკურორმა იმ გადაწყვეტილებით, რომელიც უკვე ვიცით და დღეს უკვე პრემიერმაც მოუწოდა მას, რომ კრიტიკულად გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. პირველ რიგში დიდი მადლობა ეთერში მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად საზოგადოება მეტად ინფორმირებული უნდა იყოს ამგვარი გადაწყვეტილებების ჟამს. ეს არის აუცილებელი და ყველამ უნდა გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ. მე პოლიტიკური ისტაბლიშმენტს გულისხმობ ბიუროკრატიას, გულისხმობ მაღალი თანამდებობის პირებს. 1 ოქტომბრის შემდეგ ამ ქვეყანაში ძირეულად შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. სიმწირე ინფორმაციის არაგათვითცნობიერებულობა საზოგადოების ამ საკითხებში ყოველთვის მსგავს პრობლემებს წარმოშობს. ამიტომ მე მოუწოდებ ყველა თანამდებობის პირს, რომელიც ამგვარ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს იღებს და მიიღებს მომავალში, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ჰქონდეთ მათ საზოგადოებასთან, მედიის საშუალებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ამაში იგულისხმება მთავარი პროკურორი, სისწორე რა თქმა უნდა, ნებისმიერი დაწესებულება, არა მარტო პროკურატურა, არა მარტო პროკურორი, არამედ ნებისმიერი თანამდებობის პირი. დაწყებული პრემიერიდან დამთავრებული ჩემით, თუნდაც ესე ჩავთვალოთ, რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობაში უნდა იყოს საზოგადოებასთან. კარჩაკეტილობა, კულუარულად მიღებული გადაწყვეტილებების შემდგომ ქმნის ხოლმე მსგავს და უფრო მძიმე პრობლემებს. მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, საქართველოს პროკურატურა არ არის იმგვარად ღია დაწესებულება საზოგადოებისთვის და ვერც იქნება მისი არსიდან გამომდინარე, როგორც თუნდაც სხვა უწყება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბატონმა კვილაშვილმა ძალიან კარგი კონტაქტი დაამყარა საზოგადოებასთან, ანუ ის მუდმივად ესაუბრებოდა საზოგადოებას უკანასკნელი თვეების მანძილზე, მან ეს უნდა გააგრძელოს, უნდა აუხსნა საზოგადოებას, რატომ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავარი პროკურატურა, იმიტომ რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდის ახლა ძალიან დიდი ტვირთი მომავალში გამოსაძიებელი საქმეების კანონიერად სამართლებრივად გამოძიებისა. არის საზოგადოებრივი ინტერესი უზარმაზარი ამ საქმეებთან დაკავშირებით. მასობრივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები ჩვენ ქვეყანაში, მათ შორის პატიმრებს და არა მარტო მათ, სხვათა შორის არაადამიანურად ეპყრობოდნენ წინა ხელისუფლების დროს და რა ხდებოდა ციხეებში, ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოება. არის ათობით და ასობით დაზარალებული, დავასრულებ და შემდეგ მეორე კითხვა დამისვით. ამიტომ მათყავთ უამრავი ჭირის უფალი. და წრე ადამიანებისა, რომლებიც არიან დაზარალებული, არის ძალიან დიდი. გამომდინარე აქედან, სწორედ თქვენი კოლეგების მიერ იყო დასმული დაახლოებით 2 დღის უკან ამ ბრიფინგზე კითხვა პრემიერ-მინისტრის მისამართით და მოყვა პრემიერის მყისიერი რეაქცია და აბსოლუტურად სამართლიანი და კანონიერი რეაქცია. ყველას უნდა გვახსოვდეს, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფაქტიურად არის ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლებისა. აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი არის საქართველოს მთავარი პროკურატურა, ჩვენი კანონით და კონსტიტუციით, ამიტომ რა თქმა უნდა ის პირდაპირ ანგარიშვალდებულია მათ შორის საქართველოს მთავრობის წინაშე, მისი ხელმძღვანელის წინაშე. აქვე იყო აქცენტი ძალიან მნიშვნელოვანი დასმული, რომ მთავრობა პრემიერი არაპირებს ჩაერიოს გამოძიების ფუნქციებში და ეს უპირობოდ ესე იქნება და სწორედ ეს განვასხვავებს ამჟამინდელ მთავრობას წინა ხელისუფლების ამჟამინდელ მთავრობაზე ვისაუბრეთ, აქცენტები უნდა დავსვა. მესმის კი მეც დავსვა, თქონდა შეადაროთ ერთი მეორე. საინტერესო იქნება ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით. თუ შეიძლება ხომ არაპირებთ იგივე ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით გაქცევთ პროკურორი დაიბაროთ და როდისმე მიიღოთ ამოწურავი ინფორმაცია. თქვენ როდისმე მესმის, თქვენ როდისმე გახსოვთ ან გილაურის ან მერაბიშვილის მსგავსი მიმართვა მთავარი პროკურორის ან გენერალური პროკურორის სახელზე? გახსოვთ ესეთი რამე? რა თქმა უნდა ვერ გაიხსენებთ ესეთ ფაქტს, ამიტომ ეს ფაქტი ზოგადად ნათელი მანიშნებელია იმისა, რომ
ჩვენ ცოტა სხვანაირად უნდა ვიმუშაოთ, თავიდან ბოლომდე უნდა გარდავასხვათ, უნდა შეიცვალოს ჩვენი მიდგომა ამგვარი პრობლემატური საკითხების გადაწყვეტისადმი, იმიტომ რომ საზოგადოება არავის არაფერს არ აპატიებს და მით უმეტეს არ აპატიებს 1 ოქტომბრის შემდეგ. ეს უნდა გაიგოს ყველამ, ნებისმიერმა ჩემმა თანაგუნდელმა. ყველამ უნდა გავიგოთ ერთად. იმიტომ რომ არის მოლოდინები ძალიან დიდი და ჩვენ ამ მოლოდინების ფასი ვიცით ძალიან კარგად. ძალიან კარგად ვიცით სულ ყველამ ერთად. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიზიაროს, კოლექტიურია ეს პასუხისმგებლობა. მათ შორის მეც უნდა გავიზიარო ისევე როგორც ბატონმა კბილაშვილმა და ნებისმიერმა მაღალი თანამდებობის პირმა და ყველამ ისე უნდა გაიგოს ეს პრემიერის მიმართვა, როგორც ეს არის საჭირო. იმ ადამიანისთვის, რომელიც არის გუნდის წევრი და რომელიც წარმოადგენს მათ შორის ქართულ ოცნებას, თუნდაც პროკურატურაში, თუნდაც ნებისმიერ უწყებაში. ამას მნიშვნელობა არ აქვს. და თქვენ კითხვა დამისვით ბატონ კითხეთ რადგან დღეს ასევე გახდათ ხალბატონმა დიახ გისმენთ უკვე ცნობილია რომ პრაქტიკულად ამ გადაწყვეტილების გადახედვა შეუძლებელიაო თუმცა კარგია რომ პრემიერს ჰქონდა რეაქცია თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ რა წერია ამ გადაწყვეტილებაში კი ბატონო დიახ კი ბატონო ხალბატონმა ლიამ ძალიან კარგად ახსნა სამართლებრივი არსი ამ პრობლემისა, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა ფაქტიურად შეუძლებელია, თუ ახლად აღმოჩენილი გარემოებები არ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, ამ საქმეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა ფაქტიურად შეუძლებელია. ეს არის საპროცესო გარიგება, რომელიც გააფორმა სასამართლომ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საპროცესო გარიგება მათ შორის ეხებოდა ადამიანის წამებისა და მისი ღირსების შელახვის ფაქტებს, ეს პროცესი იყო თავიდან ბოლომდე დახურული და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. გამომდინარე იქიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. მე არა ვარ ის თანამდებობის პირი, რომელიც უნდა ერეოდეს ამგვარი საქმეების განხილვაში, გადაწყვეტაში და მე არ ვიცნობ ამ გადაწყვეტილებას, ან ამ განაჩენს, ან განჩინებას, რომელიც გამოიტანა საქართველოს სასამართლომ. ამიტომ ჩვენ როცა მიდიოდა ეს პროცესი ამ საკითხების გადაწყვეტისა, რა თქმა უნდა, არ ვიყავით ინფორმირებული და არც უნდა ყოფილიყავით ინფორმირებული. არც უნდა ყოფილიყავით. ჩვენც ისე გავიგეთ ამის შესახებ, როგორც მაგალითად თქვენ გაიგეთ, როგორც გაიგო ნებისმიერმა სხვა მოქალაქემ ამ ქვეყნისა და მე ამაში რაღაც განსაცვიფრებელს ნამდვილად ვერ ხედავ გამომდინარე პრობლემის არსიდან ზოგადად. ახლა რაც შეეხება ამ ადამიანების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას, ეს ნამდვილად პრობლემატური საკითხია. ეს ბილად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იმსჯელოს პროკურატურა. მე ველოდები სხვათა შორის ხვალინდელ ბრიფინგს ბატონი კბილაშვილის ის დაპირდა საზოგადოებას რომ ხვალ 12 საათზე ის წარსდგება საზოგადოების წინაშე და ყველა დეტალზე ისაუბრებს რაც შეეხებოდა ზოგადად ამ საქმეს და მეც მაინტერესებს როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა ისე რომ არც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში ის რომ ჩვენ კრიტიკოსები ბევრი ყავს ამაში რა თქმა უნდა ეს ალბათ კარგიც არის რომ კრიტიკოსები არსებობენ არა დიახ ხო ამას ვამბობ სწორედ ეს კრიტიკოსები დარჩებიან კრიტიკოსებად მე ოპოზიციას გულისხმობ არასამთავრობო სექტორს და ეს ძალიან კარგია ყოველთვის უნდა შეუძახო ხელისუფლებას რომ ის ფხიზლად იყოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების სადარაჯოზე ეს ასე უნდა იყოს მუდმივად მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს როგორ შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი ამიტომ რა თქმა უნდა გულდასმით დავაკვირდებით მათ შორის საქართველოს პარლამენტში ამ პრობლემების განხილვას და ერთი რამე მინდა იცოდეთ თქვენს და თქვენმა მაყურებელმა რომ არავინ პირველ რიგში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში თვალს არ დახუჭავს არასოდეს თუ რაიმე სახის გადაცნობა დანაშაული იქნება ჩადენილი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ეს სტანდარტი დადგენილია მათ შორის ხოდელიძის საქმითაც დადგინდა ეს სტანდარტი და ამ სტანდარტს ჩვენ არ გადავუხოთ არც ერთ შემთხვევაში ეს უნდა იცოდეს ყველა აბსოლუტურად ყველა ამ ხელისუფლებაში და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებაც ბატონ გია მამუკა მიქაუტაძის საქმე რომელიც გარდაცვლილი იყავეს თბილისის ზღვაზე და ეხლა მსჯელობენ ეს იყო გარდაცვალება თუ სუიციდის შემთხვევა როგორ ფიქრობთ გვაქვს თუ არა საქმე ჩვენ სისტემურ დანაშაულთან და მემკვიდრეობა რომელიც ამჟამინდელ მინისტრებო რადგან უკვე საზოგადოების ნაწილი საუბრობს რომ ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა და ძველი მეთოდებით იღებენ ინფორმაციას კონკრეტული ადამიანებიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა სახელდება არა მე რა თქმა უნდა ამას ვერ დავეთანხმები ვერც ერთ შემთხვევაში და ცოტა ისეთი
როგორ გითხრათ, შეურაცხყოფელიც არის, როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ხელში თურმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არაფერი არ შეცვლილა. მე შემიძლია უამრავი ფაქტი თქვენ უამრავ ფაქტზე მოგითხროთ, რაც აბსოლუტურად საპირისპიროს მეტყველებს. მე რა თქმა უნდა ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ ვამტკიცო, რომ ერთ დღეში ყველაფერი გამოსწორდება ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა არ გამოსწორდება, იმიტომ რომ მემკვიდრეობა არის ურთულესი და თუ ვინმე ებძვის ამ საშინელ ნეგატიურ მემკვიდრეობას, ეს არის პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრი. პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრი. მე გაგეთახმებით თქვენ იმაში, რომ არ შეიძლება 10 წლის ან 22 წლის თუნდაც და არა მხოლოდ 10 წლის გაფუჭებული საქმე ადამიანმა როგორ მაღალ თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ის გამოასწოროს 6 თვეში ან 9 თვეში. ეს არის წარმოუდგენელი, მაგრამ პროცესები რომ დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუნდაც დღეს დადასტურდა, აგერ ჩვენ ბიურომ დღეს დავარეგისტრირებთ პოლიციის შესახებ კანონი, რომელიც დღეს შემოვიდა საქართველოს პარლამენტში განხილვისთვის და ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა, რომელიც არის აბსოლუტურად ახლებული კანონი ევროპულ სტანდარტებს მისადაგებული, რომელიც იმ ძველ გადმონაშთ კანონს, რომელიც 1995 წლიდან მოქმედებს დღემდე. შეცვლის აბსოლუტურად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ჩემის აზრით, კანონმდებლობის შეცვლა და ეს არის ძირითადი კანონი, რომელსაც ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუმცა ხომ არ ფიქრობთ, რომ კონკრეტული ადამიანებიც უნდა გადაიხედოს და მათი საქმიანობა? ამ შემთხვევაში თუ გუშინდელ ფაქტს გავიხსენებთ, მიქაუტაძის ფაქტს. დიახ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს როტაცია კადრების შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს მუდმივად. გავიხსენოთ იგივე ისევ ბატონი ხვედელიძის ფაქტი, მინისტრის პირველი მოადგილის ფაქტი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ფაქტი, ამას ხაზი უნდა გაუსვათ. ესეც ხო უპრეცედენტო მოვლენა იყო ზოგადად. ახლო წარსულში ჩვენ ამ მსგავს მოვლენას ვერ გავიხსენებთ. ნამდვილად ვერ გავიხსენებთ. იყო სხვა უამრავი ფაქტი, როცა როგორც კი გამოვჟღავდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ ღვევენ მარწესრიგს, არ ღვევენ კანონს, ისინი იყვნენ დასჯილები და მოკვეთილი შინაგან საქმეთა სისტემიდან. და ეს მუდმივად გაგრძელდება. მე ამაში ვარ დარწმუნებული. მუდმივად გაგრძელდება, იმიტომ რომ მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი. და მე გარწმუნებთ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ არც ერთი ადამიანი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობიდან არაპირებს თვალი დახუჭოს იმ გადაცდომებზე თუ იმ დანაშაულზე, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება იყოს მომავალში ჩადენილი. ან იყო ჩადენილი. ან თუნდაც ავიღოთ ბატონი მიქაუტაძეს ეს საზარელი ფაქტი. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ თუ აქ რაიმე სახის დანაშაული იქნება გამოვლენილი, ბატონი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება პირველი, რომელიც ამას აუწყებს საზოგადოებას. მე მაქვს უთხოვარი ინფორმაცია, რომ გამოძიება ამ მიმართულებით მიმდინარეობს და ჩვენ დაველოდოთ დაახლოებით რამდენიმე დღეს და ყველაფერი ნათელი გახდება. რასთან მქონდა ჩვენ შემთხვევა, ეს იყო სუიციდი, თუ ეს იყო რაღაც საშინელი მორალური და სხვა სახის ზეწოლა, რამაც აიძულა ეს ადამიანი სიცოცხლე ესე დაასრულა. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რათა ამ ფაქტთან დაკავშირებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია. გია ცაგარეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ქუთაისიდან პარლამენტიდან პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ბიზნესის დრო და უცხოეთის ახალი ამბები. გავიგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა ხდებოდა დღეს. 40-ზე მეტი დაღუპული და ასობით დაშავებული ეგვიპტეში მასობრივი არეულობა გრძელდება. მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერებსა და სამხედროებს შორის სისხლიანი შეტაკება ქაიროში არმიის შტაბ-ბინასთან მოხდა, სადაც სავარაუდოდ მოჰამედ მურსია დაკავებული. მოჰამედ მურსის პოლიტიკური მოძრაობა ეგვიპტელებს აჯანყებისკენ მოუწოდებს. პარტიის წევრების განცხადებით არმია რევოლუციის მონაპოვრის დათმობას არ აპირებს. ეგვიპტეს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა ქვეყნის მასშტაბით სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოგდებული პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მხარდამჭერები და მისი მოწინააღმდეგები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. დღეს დილით ყოფილ პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მხარდამჭერებსა და არმიას შორის დაპირისპირებას 42 ადამიანი ემსხვერპლა. მუსლიმთა საძმოს განცხადებით არმიამ დემონსტრანტებს ცეცხლი იმ სამხედრო ბარაკებთან გაუხსნა, სადაც სავარაუდოდ მოჰამედ მურსი ყავთ დაკავებული. სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ ტაჰრირის მოედანზე ტანკები გამოჩნდა. მუსლიმთა საძმომ ქვეყანაში საყოველთაო ამბოხი გამოაცხადა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა არ დაუშვან ეგვიპტეში სირიის სცენარის გამეორება.
სამხედრო ბარაკების შესასვლელის სიახლოვეს ვიდექი, როდესაც დავინახე, რომ ჩემსკენ ხალხის ნაკადი მოდიოდა. გაქცევის დროს სახეში ცრემსადენი გაზის კანისტრა მომხვდა. წავიქეცი და სისხლი წამომივიდა. შემდეგ ჯარისკაცი დამესხა თავს და შაშხანის კონდახით ცემა დამიწყო. ეგვიპტის რესპუბლიკური გვარდია მოჰამედ მურსის მხარდამჭერებს სამხედრო ბარაკებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. სამხედროების განცხადებით, ტერორისტთა ჯგუფმა რესპუბლიკური გვარდიის შტაბინაზე იერიშ და მოჰამედ მურსის გათავისუფლებას სცადა. სამხედრო ბარაკებთან ხალხის უსაფრთხოების დასაცავად ვიყავით. დემონსტრანტებმა უეცრად სროლა დაგვიწყეს და მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაგვიშინეს. ჩემი კოლეგების უმრავლესობა დაჭრილია. უეცრად ვიღაც მომეპარა და რკინის ნაჭერი ჩამარტყა. ეგვიპტეში გამოსვლების საკურორტო ქალაქებშიც დაიწყო. ჰურგადაში მოჰამედ მურსის მხარდამჭერებმა ქალაქის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო მიტინგი გამართეს. აქციიდან 100 მეტრში კი მურსის მოწინააღმდეგები შეიკრიბნენ. დემონსტრაცია დაპირისპირების გარეშე დასრულდა. მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა შარმელ-შეიხშიც. დემონსტრანტებმა ეგვიპტის არმიას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ეგვიპტური მედიის ცნობით აქცია მშვიდობიანი იყო და ტურისტებს საფრთხე არ შექმნიათ. საკურორტო ზონაში აქციების გამართვის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ბლუმბერგი ავრცელებს. ეგვიპტეში ხელისუფლების შეცვლას რუსეთის პრეზიდენტი ეხმაურება. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ჩრდილოაფრიკული სახელმწიფო სამოქალაქო ომის ზღვარზეა. პუტინი ეგვიპტეში მოვლენების სირიის სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს. ეგვიპტის კრიზისის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახეთში ვიზიტისას ისაუბრა. სირია უკვე სამოქალაქო ომშია ჩართული, რამდენად სამწუხაროდ არ უნდა ჟღერდეს, ჩემი სიტყვები უნდა განვაცხადო, რომ ეგვიპტე ამ მიმართულებით მიდის. ჩემი სურვილია, რომ ეგვიპტელმა ხალხმა ამ გამოწვევის აცილება შეძლოს, რომ მოვლენები ნეგატიურად არ განვითარდეს. ეგვიპტეში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები 30 ივნის რევოლუციის წლისთავზე დაიწყო და რამდენიმე დღეში სამხედრო გადატრიალებით დასრულდა. ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები მოჰამედ მურსის კვლავ კანონიერ პრეზიდენტს უწოდებენ და არმიის ლაინერის Boeing 777-ის კატასტროფის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. ცნობილი ხდება, რომ ლაინერს სტაჟიორი პილოტი მართავდა, რომელსაც Boeing 777-ის მართვის მხოლოდ 43 საათიანი გამოცდილება ჰქონდა. ტრანსპორტის მინისტრის მტკიცებით, ეკიპაჟი გამოცდილი პილოტებით იყო დაკომპლექტებული, რომელთაც საერთო ჯამში შტურვალთან 10,000 საათზე მეტი აქვთ გატარებული. მეორე პილოტის ავიალაინერის მართვის გამოცდილება 9700 საათია. ამ ლაინერით სან-ფრანცისკოს აეროპორტში კი პირველ რეისს ასრულებდა. მისთვის ეს სტაჟირება იყო. ახალი ტიპის თვითმფრინავზე გადასვლისას სტაჟირებას კაპიტნებიც გადიან. ეს აუცილებელია. თვითმფრინავს უფროსი პილოტი მართავდა. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციებს ვერ დაუშვებთ. იმედი გვაქვს შავი ყუთის გაშიფვრის და ანალიზის შემდგომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. სტაჟიორი პილოტი ავიაკომპანიაში 1994 წლიდან მუშაობს და მხოლოდ სან-ფრანცისკოში 29 რეისი აქვს შესრულებული. თუმცა Boeing 777 ის პირველ რეისს ასრულებდა. მასთან ერთად ლაინერს უფროსი პილოტიც მართავდა. თვითმფრინავის შავი ყუთის მონაცემების მიხედვით სან-ფრანცისკოს აეროპორტთან მიახლოებისას თვითმფრინავის კორპუსი საფრენ-ბილიკთან დამცავ-ღობეს შეეხო და კუდი მოძვრა. მართვის დაკარგვის შემდეგ ლაინერი საფრენ-ბილიკზე მოცურდა და ხანძარი გაუჩნდა. თვითმფრინავის ცხვირი აიწია, შემდეგ კი მძიმე დავენარცხეთ, თუმცა ლაინერი ისევ აფრენას ცდილობდა, მაგრამ ვეღარ შეძლო. კარგია, რომ თვითმფრინავი არ გადაბრუნდა, ამ შემთხვევაში ვერავინ გადარჩებოდა. ავიაკატასტროფას ორი მოზარდი გოგონა ემსხვერპლა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ერთ-ერთი მათგანი არაუშუალოდ კატასტროფის დროს, არამედ მოგვიანებით სამაშველო ოპერაციებისას დაიღუპა. მას შექმნილი ქაოსის სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაუარა. შეერთებულ შტატებში ჩინეთის საკონსულო ყურადღებით აკვირდება ავიაკატასტროფასთან დაკავშირებულ მოვლენებს. აქტიურად თანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და მოვითხოვთ ბოლომდე გამოიძიონეს საქმე. ასევე მოვითხოვთ ერთ-ერთი ჩინელი მგზავრის დაღუპვის გარემოებების შესწავლას. დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრები ავიაკომპანიის მიმართ უკმაყოფილებად გამოხატავენ. გადარჩენილი მგზავრები კი თავიანთ მშობლიურ ქვეყნებს უბრუნდებიან. ავიაკომპანიის მუშაობით უკმაყოფილო ვარ. იმის ნაცვლად, რომ სან-ფრანცისკოში რაც შეიძლება მოკლე მარშრუტით ჩაგვიყვანონ, ისეთ რეისს გვთავაზობენ, რომელსაც 3 გადაჯდომა სჭირდება. ავიწყდებათ, რომ ავიახაზებს წარმოადგენენ და არა გადამზიდ კომპანიას. Boeing 777-ის 18 წლიანი ისტორიის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა ავარია მსხვერპლით დასრულდა. დაშავებულთა რიცხვი კი 180-ს აღემატება. ბორტზე სულ 37 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 16 ეკიპაჟის წევრია.
როგორია გარემოს დაცვითი პოლიტიკა საქართველოს, ჩვენ ცოტა ხანში ამ თემას უნდა შევეხოთ. ამ წუთებში ასათიანის ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ხეების ჩეხვა მიმდინარეობს. ასევე ჩვენი კორესპონდენტი უნდა ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში, ოდნავ მოგვიანებით კი ნინო ჩხობაძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მანამდე კი ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები გავიგოთ. პირდაპირ ეთერშია ნატა ასათიანი. კიდევ ერთხელ მოგესალმები ირაკლი, საათის მთავარ სიახლეებს რამდენიმე წამში გაგაცნობთ. ინციდენტი ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე თბილისის მკვიდრმა ორი ადგილობრივი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა, დაზარალებულები ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში ეჭვმიტანილი ქობულეთში ოჯახის წევრების სანახავად იმყოფებოდა, რომლებიც ერთ-ერთ კერძო საოჯახო ტიპის სასტუმროში ისვენებდნენ. ეჭვმიტანილი დაკავებულია და ამ დროისათვის ბათუმის მთავარ სამმართველოში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის განცხადებით, მას ბრალი განზრახ-მკვლელობის მუხლით წარედგინება. ერთ ქონდა შემავალი ჭრილობა მუცლისღრუში, რომელსაც ჩაუტარდა ოპერაცია. სერიოზული დაზიანებები არ იყო, მაგრამ იყო მუცელში სისხლდენა და დაზიანებული ბადექონი. ჩაუტარდა ოპერაცია. მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, საშუალო სიმძიმის. მეორე დაზარალებულს ქონდა დაზიანებული, ესე იგი, ჭრილობები ქონდა თავის არეში, წელის არეში. და მისი მდგომარეობა უფრო ესე იგი უკეთესია ვიდრე პირველი ავადმყოფის. პირი დაკავებულია ბრალდებული სახით, დაკავების საფუძველი გახდა, რომ მას დაზარებული მიუთითებდნენ მას როგორც დანაშაულის ჩამდენზე და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მკვლელობის მცდელობა ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბუტარობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. მოსამართლემ წინა სასამართლოს ხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებათა ნუსხა დასაშვებად ცნო, მათ შორის ირაკლი ფირცხალოვას მიერ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც პროკურატურა ეჭქვეშ აყენებდა. ბრალდებულებმა უარი განაცხადეს, რომ მათი საქმე ნაფიც მსაჯულების სასამართლომ განიხილოს. სასამართლოს ჰქონდა როგორც საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძველი, რომ არა მარტო ფირცხალოვას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ეს ცნობილი ვიდეოფირი, არამედ ამ ვიდეოფირის საშუალებით დაცვის მხარის მიერ გაკეთებული არაერთი გაურკვეველი წარმომავლობის ასლები ეცნო დაუშვებად მტკიცებულებად, თუმცა სასამართლომ მაინც ვერ მიიღო ისეთი გამბედავი გადაწყვეტილება. პროკურატურამ დღეს ყველაფერისა და იმისთვის, რომ სასამართლოს მტკიცებულებად არ მიიღო ფირი, ის ფირი, რომელიც მათ თავად შემოიტანეს სასამართლოში. FBI-მა რა გამოაგზავნა თქვენ გადმოგეცათ მედიას, ჟურნალისტებს? რატომ ალავს პროკურატურა ამ კადრებს? იცი რა ქნა FBI, იმ კადრები ჩვენ გვაქვს უკვე. მათ მიერ დანიშნულმა FBI-მ გაასუფთავა და თუ რამე არ ჩანდა, უცრავად. სახე, იარაღი, ყველაფერი გამოჩნდა ნათლად. ტელეკომპანია რუსთავი-2-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია მზისა და ინტერნეტ პროვაიდერ კავკასოს ონლაინის გასხვისების ფაქტზე საუბრობს. გადაცემად ხელშუა დღეში კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ კავკასოს ონლაინი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული კომპანიის ხელში გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას კიწმარიშვილი საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, რუსთავი-2-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გაჭიანურება შესაძლოა მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას შორის ვაჭრობის საგნად იქცეს. კავკასოს ონლაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან კაპანაძე კი კომპანიის გასხვისების ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, კავკასოს ონლაინში ამ კუთხით არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ტელეკომპანია მზე გასხვის და რომელიც რუსთავი-2-ის ჰოლდინგის ნაწილი იყო, გასხვის და ბოლო პერიოდში და ჩემი ინფორმაციით ასევე გასხვის და კავკასოს ონლაინი და ამ კომპანიის ოფშორული კომპანია მისი მფლობელი, რადგან დამალულია მე გულისხმობ კავკასოს ონლაინს და არა ტელეკომპანიას, ოფშორული კომპანიის მფლობელი, ოფშორული კომპანიის შიდა მფლობელობა შეიცვალა. მე ეს ვიცი თქვა ისეთი წყაროებიდან, რომელიც ღია რესურსებია და მეგაბიშვილთან დაახლოებული პირი? ეს კომპანია გადავიდა ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულ ჯგუფთან, კავკასოს ონლაინზე ქართულთან აფილირებულ ჯგუფების ხელში. მე ვსავკითხვას, ხომ არ ხდება ეს ინფორმაცია ზუსტია? მე რაც ინფორმაცია გამაჩნია, ეს ინფორმაცია ეყრდნობა იმ მონაცემებს, რომელიც გააჩნია ღია რესურსში კვლევით ორგანიზაციებს, მათ შორის ჟურნალისტურ კვლევით ორგანიზაციებს დასავლეთში. ეს არ ყოფილა ეს დადასტურდება, ან არ ყოფილი იქნება, მე ზუსტად მაგას ვამბობ და ჩემი კითხვა არის შემდეგში. ხდება თუ არა დღეს
რუსთავიორის ირგვლივ რაიმე ტიპის გარიგება. თუ ეს გარიგება ხდება, უკვე ორი კომპანიის გასხვისება, ჩემს შეაჩვენს გარკვეულ ეჭვს, რომ მოქმედ და წარსულ ხელისუფლებას შორის რუსთავი 2 არის ისევ ვაჭრობის და არა რეალური სამართლებრივი განხილვის საგანი. მე შემიძლია კავკასიის ონლაინის სახელით მოგახსენოთ, რომ ამ მიმართულებით კონკრეტულად დამფუძნებლების კუთხით კომპანიაში ამ დროისათვის არანაირი ცვლილება არ მომხდარა. გაკვეთილები დემოკრატიული გამოცდილებიდან ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი მეთიუ კამინსკის სტატიას საქართველოს შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი უდიდესი ენთუზიაზმით გამოირჩეოდა. მას ძალიან უყვარდა თავისი თანამედროვე საპრეზიდენტო სასახლის სხვებისთვის ჩვენება და თბილისის გარშემო ტურების მოწყობა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. 45 წლის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლა პოლიტიკური გვამია მას შემდეგ, რაც მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, ის მერყევი, გაუბედავი და მორჩილი გახდა, წერს მეთიუ კამინსკი. მისი განმარტებით სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ ღამეში 15,000 პოლიციელი გაათავისუფლეს და თან გააყოლეს კორუფცია, რომელიც მაშინდელი საქართველოს კულტურის ნაწილი იყო, მაგრამ სააკაშვილის ტოლერანტობა პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის თავისუფლების მიმართ დროთა განმავლობაში დააჭკნა. გარდამტეხი კი 2007 წელი გამოდგა, როცა მან პოლიცია გააგზავნა ანტისამთავრობო დემონსტრაციისა და ერთ-ერთი სატელევიზიო ოპოზიციური არხის დასარბევად. ავტორი წერს, რომ დიდსულოვანი არც ბიძინა ივანიშვილია არჩევნების შემდეგ მან სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა, როცა ამაზე ევროპამ და ამერიკამ დაიჩივლეს. წერს კამინსკი და ყურადღებას არჩევნების შემდეგ სააკაშვილის პოლიტიკური მოკავშირეების სამართლებრივ დევნაზე ამახვილებს. ასეთი იყო ამ დროის სიახლეები, თქვენ წინ კვლავ ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაში გელოდებათ. დიდი მადლობა, ნატა დროებით დაგემშვიდობები. საათის ბოლოს საინფორმაციო სამსახური ჩვენ ისევ შემოგვერთება პირდაპირ ეთერში. მანამდე კი დღის აქტუალური საკითხები. რა ხდება ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილ ტერიტორიაზე? იქ ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება სახელწოდებით გადავარჩინოთ ხეები გაჩეხვას. ეს ტერიტორია 2000 წელს დეველოპერულმა კომპანიამ BD პროფერიმ შეიძინა და იქ ერთ 30 და 20 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპირებს. კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ პარკში სანიტარული ჭრის ფარგლებში მხოლოდ ველური ჯიშის 37 დაავადებული ხე მოიჭრა, თუმცა უკვე მოჭრილია 40-ზე მეტი ხე. მოსახლეობა პარკში საცხოვრებელი შენობისა და კომპლექსის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია. მათი განცხადებით, პარკს რეკრეაციული ზონის სტატუსი უნდა მიენიჭოს. რა ხდება პარკის ტერიტორიაზე? დეტალებით დავით ახვლედიანი გვერდდება. დავით, საღამომშვიდობის. რა ხდება პრინციპში პასუხი გაზეცემულია შენს უკან? უამრავი ადამიანი იმყოფება და საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად რა სიტყვენ და მოვიდა თუ არა კომპანიის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად? საღამომშვიდობის, ირაკლი, მართლაც ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი აქ ასათიანის ქუჩაზე. ყოფილ ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან ეს ადამიანები ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ხეების გაჩეხვა. დღეს მონაცემები, დღეს დილიდან, დილის 10 საათიდან აქ გაიჩეხა 37 ხე, რომელზეც იყო გაცემული ნებართვა მათ მოჭრაზე. ეს ხეები აღრიცხული იყო როგორც მოხუცი და დაზიანებული ხეები, თუმცა როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, გაიჭრა გაცილებით მეტი რაოდენობის ხეები, რომელთა რიცხვი შეადგენს 42-ს. აღსანიშნავია, ცნობილია, რომ ეს ადამიანები აცხადებენ და მათი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ამ ხეების გაჩეხვა და ჩვენ შეგვიძლია მათი კომენტარები მოვისმინოთ. ნებულო გვესმის აქ ხერხის ხმა და ჭრიან. გამოვიხედეთ ჩვენი იმიდან აივნებიდან და რა ვხედა უზარმაზარი ხეები, საღი ხეები იჭრება. მათ მოაწყვეს პრეზენტაცია ამ მშენებლობის სიტუაციური პროექტი წარმოადგინეს და რა თქმა უნდა კონსენსუსი არ შედგა, ვერ შედგებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვასაჩივრებთ ამ ტერიტორიის გაყიდვა, საერთოდ მიზანშეწონილობას და სამართლიანობას ასეთი რეალურად ბაღის, პარკის საცხოვრებელ ფართად გაყიდვას.
საპროტესტო აქციას დღესვე მოყვა რეაგირება აქ ადგილზე ასათიანის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ხეები იყო ჯანსაღი, ამაზე სრული პასუხისგებლობა დაეკისრება მერიას, ვინაიდან მშენებლობაზე ნებართვა სწორედ მერიის სამსახურმა გასცა. ასევე კომენტარები გააკეთეს მერიის გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებაც. თქვენ შეგიძლიათ მოვისმინოთ კომენტარები. გადაწყვეტილება არის ასეთი, რომ უნდა ჩატარდეს გამოკვლევა, რამდენად ჯანსაღი ხეებია თუ გამხმარი, ზოგს ვიზუალურად ეტყობა ნამდვილად რომ გამხმარია და მოსაჭრელია, მაგრამ არის ხეები, რომლებიც ვიზუალურად ჯანმრთელს გავს, მაგრამ როგორც ექსპერტებმა თქვეს, საჭიროა მათი შესწავლა, ლაბორატორიული სინჯების აღება და ლაბორატორიული პასუხების დადება ლაბორატორიული შესწავლის საფუძველზე. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სანამ ეს დასკვნები არ დაიდება, მანამ გაჩერდება სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე. პირველ რიგში წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის დასვლა და ვასილ გულისაშვილის საწყენისობის დასვლა შესაბამისი ხმობაში შესულ ხეებზე მხოლოდ საუბარი. ანუ იმ ხეებზე, რომელსაც მართლაც ესაჭიროება სანიტარული ჭრა. რაც შეეხება დანარჩენ ხეებს, რომელიც მშენებლობას უხშლის ხელს, ამაზე 27 ხეზე მხოლოდ ნებართვა გაცემული. თუ ეს რაოდენობა აღემატება იმ რაოდენობას, რაც ამათმა თვითონებურად შესაძლებელია რომ შეასრულოს, ამიტომ ამის შემდეგ გატარდება შესაბამისი ღონისძიება, მაგრამ ეს უნდა გაერკვეს ჯერ, წინასწარ ამას თქვა ძალიან რთული. ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფო ტერიტორია 2010 წლიდან ეკუთვნის ფირმა BD Properties. ჯერჯერობით მათი წარმომადგენლები აქ არ ჩანან და ცნობილია რომ ქალაქის მერიამ მშენებლობაზე ნებართვა ამ წლის 2013 წლის 23 აპრილს გასცა. დათო და საუბრის ბოლოს იქნებ მითხრა ეს ადამიანები აპირებენ პერმანენტულად გამართონ საპროტესტო აქციები თუ ამ ჩართვის შემდეგ დაიშლებიან? ირაკლი, როგორც პრივატულ საუბრებში ეს ადამიანები აცხადებენ, მათი რიცხვი მე შეგახსენებთ, რომ ეს აქცია პერმანენტულად მიმდინარეობს. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოეწყო ეს აქცია და ეხლა 7 საათზე შეიკრიბა მოსახლეობა ამ ადგილას. როგორც ისინი აცხადებენ, ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, მათ მოსახლეობის რიცხვმა შეიძლება მოიმატოს. დიდი მადლობა დათო რომ მოგვაწოდე ამომწურავ ინფორმაციას, სოლიდარობა ყველა მანდ მყოფ ადამიანს, რათა აუცილებელია რომ დავიცვათ ჩვენი ბუნება. გარემოს დაცვითი პოლიტიკა საქართველოში, ნინო ჩხობაძე საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარეა ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ალბათ თქვენ ფლობთ ინფორმაციას, რაც ხდება ასათიანის ქუჩაზე. იქნებ გითხრათ, დავშვათ, როგორი უნდა იყოს, რამდენად ეფექტურად ჩაერთვა ამაში გარემოს დაცვის სამინისტრო, რადგან ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, რომ მერიას დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ ჯანსაღი ხეები არის მოჭრილი, თუმცა ხეები უკვე მოიჭრა და ალბათ არსებითი მნიშვნელობა აწიამოს აღარ აქვს. სადღაც მართალი ბრძანდებით რომ არსებითი მნიშვნელობა თითქოს არ აქვს, მაგრამ მეორე მხრივ ნებისმიერ სიტუაციაში აქვს, იმიტომ რომ ამას უნდა გქონდეს ძალიან მწვავე რეაქცია არა მარტო მოსახლეობიდან, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც კი. აქ საკითხი არ დგას მარტო იმაზე, რომ აქ მოიჭრა კონკრეტულად ხეები. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა უკვე დიდი ხანია საპროტესტო აქციებშია ჩართული და ეს არ იყო პირველი აქცია, ეს მანამდეც ხდებოდა. თვითონ საკითხის არსი არის ძალიან რთული, რატო გასხვისდა, რატო გაიყიდა ეს ტერიტორია პირდაპირ მიყიდვის წესით. რატო გაიყიდა შუაგულში, რატომ არ არის გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომელსაც მოსახლეობა აყენებს და საბურთალოს რაიონს, საერთოდ თბილისის საბურთალოს რაიონს სერიოზულად აკლია ჟანგბადი, იმიტომ რომ იცით, რომ სერიოზული დაწოლა მოხდა თუნდაც იპოდრომთან მიმართებაში, თუნდაც იქ პავლოვზე მდებარე, მდებარე ბაღთან მიმართებაში ძალიან შემცირდა მწვანე ნარგავობა ქალაქში და როცა აქ გაქვს საღად დაახლოებით 4 ჰექტრამდე ტერიტორია დაფარული ძალიან საინტერესო ნარგავობით და მათ შორის ისეთი ნარგავობით, რომელიც არიან წითელ ნუსხაში შეტანილი, მე მგონი ამას ძალიან მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, გამოხმაურება უნდა ქონოდა და აქ უნდა ქონდეს წესით ნებისმიერი მთავრობისაგან. დაავადებული ხეების მოჭრა მიმდინარეობს. ცით რა ვერ დაგეთანხმებით, ნაწილობრივ შეიძლება არის და ჩვენ და სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვიყავით შესულები ადგილზე და ტერიტორიაზე, მე და ბატონი ლაშა ჩხარტიშვილი ვიყავით შესულები შიგნით, ზუსტად მაშინ როცა მერიის სამსახურის ზედამხედველობის ადგილზე იმყოფებოდა. ჩვენ დავაფიქრეთ დაახლოებით 43
40-ზე მეტი ხე არის მოჭრილი ჩვენ და სამწუხაროდ და ყველაზე საინტერესო ის არის რომ ის გამხმარი ხეები რომელსაც ეტყობა მწვერმხელობა და ნამდვილად ვიცით რომ არის დაზიანებული ის დარჩა ადგილას და არის მოჭრილი საღი ეს არის ძალიან შემაშფოთებელი იმ თვალსაზრისით რატო თუმცა მერიის სამსახურს რა თქმა უნდა აქვს მიცემული ნებართვა ხოლო 37 ხეზე არის დასკვნა მოცემული და დასკვნების საფუძველზე არის ვითომ მოჭრილი მაგრამ მე ეჭვი შემაქვს თუნდაც ამ აღწერასთან მიმართებაში რაც იყო გაკეთებული და ვთვლი რომ ჩვენც გავაკეთეთ დამოუკიდებელი აღწერა და თუ აქ არის მოყვანილი სულ 200 ხე ჩვენ დავითვალეთ საქართველოს წვანთა მოძრაობამ თავის ექსპერტული შესაძლებლობებით ჩვენ დავითვალეთ 600 ძირი ხე მარტო ხე რო არაფერი არ ვთქვათ ბუჩქებზე და იმ ნარგავებზე რომელიც დეკორაციაში გამოიყენებოდა თბილისში და ისეც არის დღესაც რა თქმა უნდა ზოგიერთი მათგანი არის ამორტიზირებული მაგრამ ეს უსაშველო ნამდვილად არ არის აქ არის ტერიტორია ზუსტად ისეთი რომ ნამდვილად შეიძლება დაარსდეს საბურთალოს პარკი იცით ალბათ რომ მოსახლეობასაც და ჩვენ ორგანიზაციასაც ჰქონდათ ხოვნა თბილისის საკრებულოსთან მიმართებაში რომ შეუცვალეთ სტატუსი ამ ტერიტორიას და არამც არ დააზიანოთ კერძო მესაკუთრე ანუ მე მონაცვლეობის წესი არსებობს საქართველოში კანონმდებლობით და მას მოენაცვლოს ეს ტერიტორია და ადეკვატური ტერიტორია მიეცეს აქ ამ ტერიტორიაზე ვფიქრობთ რომ პარკი იქნებოდა უპრიანი და პირველ რიგში არის გასაგები. არ ამგონია რომ დაგვიანებული იყოს, იმიტომ რომ ნებისმიერი აქ ისეთი ტერიტორიაა და ჩვენ დღეს მაგალითად სპეციალისტებთან დავაფიქსირეთ აღმონაცენი მუხისა, რომელიც არის შეთესილი შიგნით და მუხა ზოგადად არის ძალიან გაქრობის პირას მყოფი მცენარე, როცა ამ სისტემაში, აი ამ ნანგრევებში, ანუ სადაც არის მოყოლილი სამშენებლო ნარჩენი, დღესაც არის ამ ტერიტორიაზე დარჩენილი რეალურად იქ იზრდება და აღმონაცენი არის მუხის და არის ისეთი მუხები აღმოცენებული, რომელიც დაახლოებით 3 წელიწადში უკვე კარგი ხედ შეიძლება წარმოვიდგინოთ, ეს იქნება ძალიან კარგი ტერიტორია ბათუმის. ქალბატონ ნინო, გასაგებია ჩვენ ვსაუბრობთ ასათიანის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე და მაგრამ მარტო ასათიანი ჩვენ არ აქვს. თუ არის მზად კადრები ან შესაძლებელი, იქნებ ნახოთ რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში, როგორც ვიცი მეცხრე არხის რამდენიმე ჯგუფი იქ მუშაობდა და აფიქსირებდა თუ როგორ იჭრებოდა ხეები ამ ტერიტორიაზე. ანუ იქ სადაც თქვენ იმყოფებოდით. თუ შეიძლება დავამატებდი, ეს ჩვენ რეალურად ხედავთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და არ არის ეს მარტო ერთი პარკის და ან ერთი ტერიტორიის განადგურება. ესეთი ტერიტორიები ბევრია თბილისში, იცით, რომ რეკრეაციული ზონები თბილისში არის ნახევრამდე მეტი შემცირებული, იმიტომ რომ მიწათმოწყობის გეგმა, რომელიც საკრებულოს ჰქონდა მიღებული, ისეც კი არის, ესე იქიდან არის ამორიცხული ძალიან ბევრი ტერიტორია და აღარ არის რეკრეაციული ზონა და ეს გვაწუხებს არა მარტო თბილისელებს არამედ მთელ საქართველოში არის ესეთი მიდგომები, ცოტა ტაცებლური წანენ არ გაობასთან მიმართებაში. კი, საკმაოდ ხშირად იმართებოდა ხოლმე აქციები გასული წლების მანძილზეც, იგივე თუნდაც რეკრეაციული ზონის გაჩეხვასთან დაკავშირებით. თბილისის მასშტაბით არაერთხელ ყოფილა, თუმცა იგივე დღის პარკი, მაგრამ დღეს ყველაზე მწვავე არის საბურთალო. დიახ. იგივე გდანშიც იგივე სიტუაცია გვაქვს, იგივე სიტუაცია გვაქვს ნუცუბიძის პარკთან. ეს დღეს სადაც მიდის, სადაც არის ცხელი წერტილები თბილისში, მაგრამ ყველაზე დიდი ტერიტორიულად არის მაინც საბურთალოს ტერიტორიაზე, ასათიანის ქუჩაზე მდებარე მწვანე ნარგავი. გარემოს დაცვითი პოლიტიკა როგორია დღეს საქართველოს? შესაძლოა რომ დავუშვათ ამ პრობლემას მოევლოს, ან არსებობს რაიმე სტრატეგიული გეგმა თავრობის? არსებობს საუბრები, არსებობს სტრატეგიული გეგმებიც, არსებობს გარკვეული დოკუმენტები, რომელიც იყო წინა ხელისუფლების პერიოდშიც თითქოს შექმნილი, მაგრამ მას სჭირდება ადაპტირება და სჭირდება სერიოზული დახვეწა და უფრო გარემოს დაცვითი უნდა გახდეს ის, ვიდრე ესე ვთქვათ ტექნოკრატული. და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ტენდენცია, რაც დღეს უჭირავს სამინისტროს ცდილობენ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალური გაკეთდეს და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, რომ სისტემური ცვლილებები, რაც იყო დარღვეული გარემოს დაცვის პოლიტიკაში, იქნებ მოტრიალდეს და სერიოზულად მოსახლეობისკენ მოვიხედოთ. ჩვენ მთავარი ამოცანა ის კი არ არის მე ვეჩხუბოთ რატომ მოჭერი, არამედ არ მოვჭრათ მანამდე სანამ შეიძლება რომ არ მოიჭრას ხე. და მთავარი არა მარტო ხეზე აქვს საუბარი, ქმედება, პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენ გქონდა საუბარი ჩვენ ორგანიზაციას მინისტრთანაც და სამინისტროსთანაც თბილისთან მიმართებაში, იმიტომ რომ თბილისის სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს ძალიან ეფექტური.
ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან არსებობს სამსახური, მაგრამ მას ესეთი ფუნქციები, რომელთაც შეიძლება რომ რაღაცა ღონისძიებები გაატაროს, მას ნამდვილად არ გააჩნია. და ჩვენ საუბრის ბოლოს თუ შეიძლება ზოგადად მოკლედ რომ გითხრათ, თბილისის ფონზე რა ხდება რეგიონებში, რამდენად რთული ვითარდება? რეგიონებშიც დაახლოებით იგივე სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ ამას წინათ ჩვენ ქონდა საუბარი ლაგოდეხთან, ჩვენ ქონდა საუბარი ქუთაისთან, ჩვენ ქონდა საუბარი თელავთან, ძალიან ბევრ ტერიტორიებზე, ანუ ფაქტიურად ბათუმში, ფოთში, გუშინ მაგალითად გუშინ წინ ჩამოვიდა ჩვენი წარმომადგენლები ფოთიდან, იმიტომ რომ იყო განხილვა ახალი მშენებლობებისთან დაკავშირებით, იქ იყო სკვერის განადგურებაზე და მოსახლეობა იბძვის, რომ გასამართი არ გაეჩენდეს მოსახლეობასთან ძალიან ახლოს და ვფიქრობ, რომ სამართლიანია მათი მოთხოვნა, იმიტომ რომ საცხოვრებელ სახლთან ძალიან ახლოს აშენება გასამართი სადგურის ალბათ მიზანშეწონილი არ არის, თუმცა არანაირი საკანონმდებლო ნორმით, რომლითაც შეიძლებოდა რომ ეს აკრძალული ყოფილიყო, ესეთი რამე არ არის. თუნდაც იგივე თბილისის სამსახურზეც რო ავიღოთ. არც ესეთი ტიპის სამსახურები, რომელიც ქალაქის მერიებს ან გამგებლებს გაარჩიათ, მათ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, არანაირი შესაძლებლობა. ეს ორგანიზაციას რაიმე გეგმა ან ჩვენ გვაქვს ჩვენი წინადადებები კონკრეტულად ჩვენ საუბრობთ უკვე იმ ჯგუფთან, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას, კანონმდებლობასთან მუშაობს და ჩვენ გვინდა რომ უფრო აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში, რომ რაღაცა ფუნქციები ქონდეს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურები გაძლიერდეს ადგილებზე, იმიტომ რომ სხვანაირად ამ საკითხს ვერ მოევლება და რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის რომ ჩვენი თვითშეგნება, თითეული საქართველოს მოქალაქის თვითშეგნება უნდა იყოს ძალიან მაღალი და სანამ ცულს მოვიქნევთ, ამ 40 ხის მოჭრას დაჭირდა ზუსტად 9 საათი. მის გაზდას დაჭირდა 60 წელი. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. თუ თქვენის მხრიდან თქვენი ორგანიზაციას ექნება რჩევები და რეკომენდაციები, დიდი სიამოვნებით ჩვენი მაყურებელიც ალბათ გაიცნობა ამას. მას შემდეგ რაც უკვე მიაწოდეთ კონკრეტულ ადამიანებს. დიდი მადლობა. ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ უკვე როგორია ახალი შრომის კოდექსი, რამდენად ერგება როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულს. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე ვარ ირაკლი ჩიხლაძე და უყურებთ ღია თამაშს. ვისი უფლებებია დაცული ახალი შრომის კოდექსით და ერგება თუ არა ახალი კანონი ქართულ რეალობას. შრომის კოდექსს განსაკუთრებულ წინააღმდეგობას საპარლამენტო უმცირესობა უწევდა, თუმცა დაპირისპირების მიუხედავად ცვლილებები უკვე მიღებულია. საპარლამენტო უმცირესობის გარდა კოდექსს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც უპირისპირდებოდა. იგი ამბობს, რომ შრომის კოდექსით დასაქმებულის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება. ზურაბ სანიკიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი იურიდიული მრჩეველია პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობის ბატონ ზურაბ, დიდი მადლობა რომ ამ თემასთან დაკავშირებით ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. 4 ივლისს უკვე პრაქტიკულად საქართველოს აქვს 4 ივლისიდან ახალი შრომის კოდექსი. რამდენად ასახავს დღევანდელ რეალობას ჩვენი ახალი შრომის კოდექსი? გამარჯობათ, მოგესალმებით. ნამდვილად 4 ივლისს უკვე საქართველოს 4 ივლისის შემდეგ უკვე საქართველოს აქვს ახალი შრომის კოდექსი, რადგან 4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა ბაღდათმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა შრომის კოდექსის შემოვალ ცვლილებებს, რომელიც უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებისთანავე უკვე შევიდა ძალაში. ანუ საქართველოს აქვს ახალი შრომის კოდექსი, იურიდიულად ზუსტად რო ვთქვათ, შრომის კოდექსის ცვლილებები, რომელიც შევიდა ძალაში. რაც შეეხება იმას, თუ რა კონკრეტულ ცვლილებებს თავაზობს შრომის კოდექსი და ვისი უფლებები უმჯობესდება ამ ცვლილებებით, პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ რა თქმა უნდა დასაქმებულის ინტერესები უმჯობესდება ჩვენი თითოეული ქართული საზოგადოების წევრის, ვინც დასაქმებულში მოიაზრება, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი იუსტიციის სამინისტროსი, როდესაც მუშაობდით ამ კანონპროექტის ცვლილებების კანონპროექტის შემუშავებაზე, რა თქმა უნდა ამოდიოდით იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ უნდა გაგვეზარდა დასაქმებულის ინტერესი და მათი უფლებრივი დაცვა. თუმცა აქვე მნიშვნელოვანია უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასაქმებულის უფლებების გაზრდა არამც და არამც არ ხდება დამსაქმებლის ინტერესების შეზღუდვის ფონზე. ბუნებრივია რაღაც მინიმალურ შეზღუდვას აქვს ადგილი, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მინიმალური და საბოლოოდ ის შედეგი, რაც უკვე მივიღეთ და რაც როგორც აღნიშნეთ ძალაში შევიდა, არის მაქსიმალურად დაბალანსებული და რაც მთავარია სამართლებრივი რეგულირების შემომტანი და ზოგადად შრომითი ურთიერთობების დამრეგულირება. ბატონ ზურაბ, ამაზე როგორც იუსტიციის მინისტრი, ასევე სხვადასხვა კომპეტენტური პირები ამბობდნენ, რომ დღეს არსებული კანონი ბოლომდე არც დამსაქმებელს და არც დასაქმებულს არ მოსწონსო და ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კმაყოფილება, რომ
მაშინ ძალიან კარგი არის ახალი შრომის კოდექსი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც დასაქმებულისთვის და ასევე დამსაქმებელისთვის არის მნიშვნელოვანი და მათზე აისახება ამ ახალ კანონში. რა არის? იქნებ დაგვისახებოთ. დიახ, მინდა დაგეთანხმოთ და დავიწყო იმით, რომ თქვენც აბსოლუტურად მართლაც ზუსტად აღნიშნეთ, რომ ბოლომდე არც დამსაქმებელს და არც დასაქმებულს არ მოწონს, ზუსტად ეს იყო ჩვენი მიზანი, რაღაც ბოლომდე არ მოწონება, ბუნებრივია თავის-თავში მოიცავს, რომ რაღაც ნაწილში და მე ვიტყოდი, დიდ ნაწილში ისინი ორივე მხარე კმაყოფილებას გამოხატავს, თუმცა ბუნებრივია ბოლომდე კმაყოფილება ერთი მხარის იქნებოდა მეორე მხარის უკმაყოფილების მიმანიშნებელი. ზუსტად ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც აღნიშნე და იმ რაღაც ნაწილში უკმაყოფილება ზუსტად იმის მანიშნებელი და იმის განმტკიცებელი გარემოება და პირობა თავისთავად, რომ ეს არის დაბალანსებული. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, რა უმჯობესდება ამ ცვლილებების კონკრეტული დასაქმებულისთვის და დამსაქმებულისთვის, დავიწყებდი თანმიმდევრობით, მაგალითად, შრომითი ხელშეკრულების დადების პირობებთან მიმართებაში, როგორც არის ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულება, ესევე როგორც არის განსაზღვრული და განუსაზღვრელობითი დადებული ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში საგრძნობლად უმჯობესდება დასაქმებულის ინტერესები, შემოგვაქვს კონკრეტული ცვლილებები, თუ როდის უნდა დაიდოს სავალდებულო წერილობითი ხელშეკრულება და აგრეთვე არის შემოტანილი ცვლილებები, თუ ვადიანი შრომითი ხელშეკრულება როდის იქნება შესაძლებელი ამის დადება და რა გარემოებების არსებობისას, რა ობიექტური გარემოებების არსებობისას ხაზგასმით აღნიშნავდი ამ ბოლო მაჩვენებელს, ობიექტური არსებობისას, პირობების არსებობისას იქნება შესაძლებელი ვადიანი ხელშეკრულების დადება. თუმცა ამასთანავე მნიშვნელოვანია აქვე დავზინოთ ის გარემოებაც, რომ ეს არ ზღუდავს დამსაქმებლებს, რადგან იგივე ის ობიექტური გარემოებების არსებობა ზუსტად დამსაქმებლის და ამ დაბალანსების და მათი მინიმალური შეზღუდვის მიმანიშნებელია. უფრო მეტიც, ჩვენ გარკვეული შეღავათები დავაწესეთ დამწყები ეგრეთ წოდებული სტარტაპი კომპანიებისათვის, რომლებიც არიან დამწყები და იქვე კანონი განმარტავს დამწყებში მოიაზრება, თუ მისი დარეგისტრირებიდან, კომპანიის დარეგისტრირებიდან არ გასულ 48 თვე, ზუსტად დამსაქმებელთა ინტერესების და ბიზნესის ხალხშეწყობის ინტერესებიდან გამომდინარე, განსხვავებულ რეჟიმს და სამართლებრივ რეგულირებებს თავაზობთ მათ, ანუ უფრო ნაკლები შეზღუდვა, განსხვავებით სხვა უკვე არადამწყები, არამედ უკვე ხანგრძლივად ჩამოყალიბებული კომპანიებისაგან მიმართებაში. შესაბამისად, ერთის მხრივ ეს ვადიანი ხელშეკრულებები დასაქმებულის ინტერესებს ზრდის, თუმცა ამასთანავე დამსაქმებლის ინტერესების მინიმალური შეზღუდვით. მეორე გამოყვავდი უკაცრავად რეგულარულ სამუშაო დროს და ზეგანაკვეთურ სამუშაოს, მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი დღეს არა უკვე ძველი კოდექსი შეიძლება თამამად უწოდოთ. ძველი კოდექსის თანახმად საერთოდ არ იყო და რეგულირებული ზეგანაკვეთური სამუშაო, რადგან მხარეებს შეეძლოთ ნებისმიერი ამ გაითვალისწინებინათ, ამიტომ ჩვენ კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს 40, თუმცა რიგ შემთხვევებში იქვე არის განმარტება მოცემული 48 რეგულარულ სამუშაო დროს და ამის შემდეგ უკვე დაიწყება ზეგანაკვეთური სამუშაო. ეს არის დამსაქმებლებისთვის დიდი მიღწევა, თუმცა აქვე დავამატებდი, რადგან არ განსაზღვრავს კანონმდებელი კოეფიციენტს, ანუ მთავარი მოთხოვნა, რაც ჩვენ საერთაშორისო ვალდებულება გაგვაჩნია სოციალური კარტით, არის მხოლოდ ის, რომ ანაზღაურება უკვე ზეგანაკვეთურის უნდა იყოს რეგულარულ სამუშაოზე მეტი. თუმცა ეს რამდენი იქნება კოეფიციენტი 1.01 თუ მაგალითად 2, ამას უკვე მხარეები თავად განსაზღვრავენ, ეს უკანასკნელი დამსაქმებლის ზეგანაკვეთი ტვირთად დააწვეს, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა თავიდან აიცილონ კონკრეტული კონტრაქტების გაფორმება, ადამიანები დაიქირავონ ზეპირის შეთანხმებით ყოველგვარი კონტრაქტის გაფორმების გარეშე და ასე შემდეგ. ანუ ეს რისკები რამდენად არის გათვალისწინებული და რა ინფორმაცია შეგიძლია მოგვაწოდოთ? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ბუნებრივია ყველგან რისკს ჩვენ როდესაც მუშაობდით კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელსაც ფაქტიურად 8 თვემდე გასტანა განსაზღვრეთ, გავითვალისწინეთ, ზუსტად ამიტომ იყო განპირობებული მაქსიმალური ჩართულობა ორივე მხარის, რადგან მაქსიმალურად დაბალანსებული კოდექსი მიგვიღო და სამართლიანი. რაც შეეხება თქვენ კონკრეტულ შეკითხვას, პირველი ზეპირ ხელშეკრულებებზე ვერ გადავა, იმიტომ რომ კანონმდებელი განსაზღვროს, რომ 3 თვეზე მეტი ხელშეკრულება როდესაც არის და შრომითი ურთიერთობები გრძელდება, ეს უნდა იყოს აუცილებლად წერილობითი, ანუ ეს ამ დასაქმებული ამ კუთხით აქ იქნება რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელი ხო არ დაიწყებს თქვა ჩილოვან დასაქმებას, ან ხო არ აუმჯობესებს თქვა ხო არ იმისთვის ხო არ იქნება უფრო უმჯობესი, რომ ზეგანაკვეთურის ანაზღაურების ნაცვლად მაგალითად სხვა დასაქმებული აიყვანოს, ზუსტად ეს რო არ მოხდეს და თავიდან რო არ ავირიდოთ ეს, ზუსტად ამიტომ კანონმდებელმა ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრომ და პარლამენტმაც, რომელმაც მიიღო საბოლოოდ, არ განსაზღვრეთ კოეფიციენტი და არ შემოვიტანით, რადგან მხარეებს მაქსიმალურად მივანდეთ, ეს უკვე თავადაა რეგულირებული საკითხი, რადგან ზუსტად ეს პრობლემა არ წამოიჭრას. თავარი არის ის, რომ ანაზღაურდეს, რაც
ბუნებრივია დიდი პრობლემას წარმოადგენს დღეს დასაქმებულისთვის, რადგან ზეგანაკვეთური მუშაობა ფაქტურად არ იყო ანაზღაურებადი, ხოლო ეს ანაზღაურება რამდენი იქნება თავად, უკვე ამას მხარეები განსაზღვრავენ და ზუსტად ეს პასუხობს იმ თქვენ შეკითხვას, რომელიც წამოჭერით, რომ ხო არ წამოჭერს რაღაც ზედმეტ პრობლემას და დამსაქმებელი ხო არ დაიწყებს რაღაც ბოროტად გამოიყენოს ეს კონკრეტული ბატონ ზურა, უვადო ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით, ანუ რა ფორმულირებით ჩაიწერა საბოლოოდ კოდექსში, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში მახსოვს იყო საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა და შეიძლება ვთქვათ ხმაურიც. კი ბატონო, მე შემიძლია დავამატო კიდეც, რომ არაერთი თქვა იგივე გადაცემისას მომისმენია და სხვადასხვა არა მხოლოდ საგადაცემო, არამედ უბრალოდ ის დებატებში მრგვალ მაგიდეს ფონზე და ამ კუთხით თითქოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების კანონპროექტი რაღაცნაირად ვალდებულებას აძლევდა და სცემდა მხარეებს, მას შემთხვევაში დამსაქმებელს ბუნებრივია, რომ უვადო ხელშეკრულებები დაიდოს, ასეთი დაკისრება მოხდებოდა ვალდებულების. ეს ბუნებრივია არ შეესაბამება სიმართლეს პირველივე ეტაპიდან, პირველივე კანონპროექტიდან, რამაც ბუნებრივია რაღაც გარკვეული ცვლილებები განიცადა და დღეს უკვე ცოტათი სახეცვლილია, თუმცა პირველივე ეტაპიდანაც მსგავსი რამ არ ყოფილა. ის რაც იყო შემოღებული იუსტიციის სამინისტროს მიერ და რაც დღეს უკვე საბოლოოდ ასახმაპოვა დამტკიცებულ ვერსიაში არის მხოლოდ ობიექტური გარემოებების შემოტანა, რომელიც განაპირობებს განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების დადებას. ამის ერთით მხრივ ამ კონკრეტული ცვლილებით, რომ ყოველგვარი სამთვიანი, ორთვიანი და ესეთი მოკლებადიანი ხელშეკრულებები, რომლებიც იდებოდა ყოველგვარი ობიექტური მიზეზის არასწორობისას, ამას მოიღება ბოლო, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ არამც არ ვაიძულებთ დამსაქმებლებს, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა ყოველგვარი მიზეზებიდან გამომდინარე, რომ უვადო ხელშეკრულებების რეჟიმზე გადავიდეთ. უფრო მეტიც, აქვე კანონმდებელი ამბობს, რომ თუ ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ამ სუმცირე 1 წლის ვადით და ბუნებრივია უფრო მეტით, ამ შემთხვევაში ყოველგვარი ობიექტური გარემოებების არსებობის გარეშეც დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება გააფორმოს ვადიანი. ბატონ ზურაბ, ჩვენ საერთოდ ის გარემოებები, რასაც კანონმდებელი გვთავაზობს, ვრცელდება მხოლოდ 1 წლამდე არსებულ ხელშეკრულებებზე, ესეც ისევ დამსაქმებლის ინტერესების გაზრდით და ბუნებრივია, რაც თავარი იყო დასაქმებლის ინტერესების გაზრდით. დიდი მადლობა და ჩვენ საუბრის ბოლოს ალბათ მესმის, რომ ფორმატიდან გამომდინარე ვერ ვასწრებთ ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით, რადგან ამ თემაზეც იყო მოსაზრება, რომ ახალი შრომის კოდექსი მეტნაკლებად ზღუდავს ბიზნესის განვითარებას და ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. იქნება ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ და შემდეგ დაგემშვიდობებით. დიახ, ბუნებრივია ყველა მოსაზრებას გააჩნია თავისი არსებობის უფლება, იგივე გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე, თუმცა დღემდე მე და იუსტიციის სამინისტრომ რაც მოვისმინეთ მსგავსი მოსაზრება, რომ თითქოს აი თქვენ თავადაც ახსენეთ, საინტერესო სიტყვა მეტნაკლებად ზღუდავს ბიზნესის ინტერესებს ან ინვესტიციებს, ამის არგუმენტაცია არ მომხდარა, უფრო მეტი ჩვენ ყოველგვარი და მიუხედავ მით უმეტეს ბიზნესის რისკებიც გავთვალეთ და ზუსტად ის შემოღებული კონკრეტული გარემოება, კონკრეტული ცვლილება, აი ის მთელი გათვლის და განსჯის შედეგად შემოღებული, როგორც მე ავხსენე ახლა უკვე და მან შემიძლია ორი სიტყვით განმარტო იგივე ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებთან მიმართებაშიც და დავების დარეგულირების მიმართებაშიც კონკრეტული ცვლილება ზრდის დასაქმებულის ინტერესს, თუმცა იქ ისევ განმეორდები არ ზღუდავს არანაირად ბიზნესს, ეკონომიკურ პირობებს, გარემოს და არც ინვესტიციებს. ბუნებრივია ჩვენი მიზანი არ იყო რა თქმა უნდა ეს შეგვიზღუდა და მინიმალური შეზღუდვით, რომელიც ყველა ცივილიზებულ ევროპულ და განვითარებულ სახელმწიფოებში არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ცვლილებებს გვთავაზობთ. დიდი მადლობა. იუსტიციის სამინისტრო იყო პირდაპირ არგუმენტი იმის შესახებ, რომ არგუმენტი იმის შესახებ, რომ თითქოს ეს ცვლილება რამენაირად მეტნაკლებად ან ნებისმიერი ტერმინი, რომელიც ეპითეტი შეგვიძლია გამოიყენოთ, ზღუდავს ბიზნესს, არ შეესაბამება სიმართლეს. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ზურაბ სანიკიძე, იუსტიციის სამინისტრო იყო პირდაპირ ეთერში. რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ბიზნესის დრო. თეაშველიძე სტუდიის სტუმრებთან ერთად შემოგვიერთება. დროებით. დიდი მადლობა თეა დაგემშვიდობები. ხვალამდე გადაცემის ბოლოს ტრადიციულად ეთერი დავუთმოთ საინფორმაციო სამსახურს და გავიგოთ რა თემებს გვიმზადებენ ზუსტად 9 საათისთვის. თამთა სანიკიძეა პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობის თამთა. საღამომშვიდობისა ირაკლი, დღის მთავარი თემები მთავარ გამოშვებაში 9 საათზე თქვენ ნახავთ. გახმაურებული საქმე და ახალი ვერსიები რა გახდა 36 წლის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი. გამოძიება დაწყებულია გარდაცვლილი ოჯახის სამართალდამცველებს ზეწოლასა და ჩვენების იძულებით მოპოვებაში ადანაშაულებს. რაწერია დაკითხვის სოქმში, რომლის მიცემიდან რამდენიმე საათში მოწმისაკით დაკითხული მიქაუტაძე თბილისის ზღვაზე ჩამომხრჩვალი ნახეს. ოჯახის ვერსია და უფლებადამცველთა ეჭვები. რა ფაქტობრივ შეუსაბამობებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი და რა სწვება ექსპერტი, რომელმაც გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზა არასამთავრობო ორგანიზაციის დაკვეთით ჩაატარა. ფცლად მთავარ გამოშვებაში კი ამბობთ.
წაუყენებენ თუ არა ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალს თავიდან პრემიერი მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ბიძინა ივანიშვილისთვის არასაკმარისი და არადამაჯერებელი არგუმენტები, რომელთა საფუძველზე ბედუკაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან საერთოდ გათავისუფლდა. არჩილ კბილაშვილი მთავრობის ხელმძღვანელს ხვალ უპასუხებს. 9 საათზე რას ფიქრობს იუსტიციის მინისტრი და ვინ ეთანხმება პრემიერ-მინისტრის პოზიციას მთავრობიდან და მმართველი გუნდიდან. ოპოზიცია კბილაშვილისა და წულუკიანის პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა. დაპირისპირება ორი დინამოს შეხვედრაზე, თამაშის წინ დარღვეული შეთანხმება, დაცარიელებული ტრიბუნა და პროტესტი რუსეთის დუმის დეპუტატების წინააღმდეგ. ერთდროულად ორი ინციდენტი ქართველი და რუსი ფეხბურთელების მატჩზე. რუსული სამფეროვანი ნაციონალისტური დროშის გამო თბილისის დინამოს გულშემატკივრებმა ტრიბუნა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ხმაური იყო სტადიონის შესასვლელშიც. 9 საათზე ფან-კლუბის დემარში ჩაკეტილი VIP შესასვლელი და არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია რუსის სტუმრების წინააღმდეგ. რა მოხდა გუშინ დინამო არენაზე? სკანდალი ქართულ ბრიტანულ სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბი და ინციდენტის ამსახველი პირველი კადრები. მშობელი მისი შვილის მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ძალადობაზე საუბრობს და სკოლისთვის ლიცენზიის შეწყვეტას მოითხოვს. ჩხუბის ამსახველი ვიდეო მასალა და საჩივარი უკვე პროკურატურაშია. 9 საათზე რას ამბობს სასწავლებლის ადმინისტრაცია და რას ყვება დაზარალებული ბავშვის მშობელი. დღის ეს და სხვა მთავარი თემები 9 საათზე მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით. ირაკლი. ეს თამთა სანკიძე იყო და ელოდეთ მთავარ გამოშვებას დაიყავით მოვლენათა ეპიცენტრში. ერთმანეთს ხვალ ზუსტად 6-ზე ისევ ხვდებით. დროებით.